მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო, ეთერში არის უფლება დამცველი საათი, გიორგი თევზაძესა და ქეთ სესიაშვილთან ერთად. მადლობა ბატონო ბიძინა იმისათვის, რომ ამოგვიყვანე ორმოდან. მადლობა ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ ამოგვიყვანე ორმოდან. მადლობა ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ ამოგვიყვანე ორმოდან. ეს სამჯერ იმიტომ გავიმეორე, რომ ღმერთის ამობით არის. და თუ ჩვენი ღმერთი არქიფოსეთურივით ბატონი ბიძინა ივანიშვილია, მაშინ აგერ სამჯერ მივმართეთ, იმიტომ რომ მთელი Facebook-ი აჭრელებულია, ეს სოციალური ქსელები აჭრელებულია ამ მიმართვით. თუ ვინ ახსენებს ამ მიმართვას და ვის ჭირდება იმისი თქმა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უთხრას იმისათვის, რომ ორმოდან თუ ჭაობიდან ამოიყვანა. ეს თავად კულუარებში ამბობენ, რომ ეს თითქოს თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ალბათ PR სამსახურის ამბები არის. ნაწილი კი ამბობს, რომ ხალხი მართლაც მადლიერია, თუმცა თვითონ ბატონი ბიძინა რას ფიქრობს, მოწონს თუ არა ასეთი ფორმით მიმართვა, ამაზე ალბათ ბატონი გიორგი თევზაძე თავის აზრს იტყვის, რამდენად ილახება ასეთი PR-ით, თუ ასეთი რეკლამით, თუ ასეთი პროპაგანდა აგიტაციით ადამიანის უფლებები რამდენად საჭიროა, ამდენი იქება დიდება მაშინ, როდესაც რეალობა სხვა რამეს გვეუბნება. ამაზე ვიმეორებ ბატონი გიორგი თევზაძე, ჩვენი უფლება დამცველი გვეტყვის. მოგესალმებით გიორგი და მადლობა იმისათვის, რომ ბატონმა ბიძინა ამოგვიყვანა ორმოდან, ხო? და რა ხდება? ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები ამით? დავიწყოთ იქიდან, რომ მართლა Facebook-ზე გავრცელდა ასეთი შინაარსის რაღაცა მიმართვაც რაღაც თქვათ მოწოდების მაგვარია, რომ თქოს არ ვარ უმადური, მადლობა ბატონ ბიძინას. თავისთავად ახლა ქართულ საზოგადოებამ მისის მადლობის თქმა და იცის, რა თქმა უნდა, იმის გაკეთებული შეფასებაც ეს ფაქტია და აი ესეთი რაღაცა რეკლამა გადადის ხანდახან ანტირეკლამაში სამწუხაროდ დაიდო საზოგადოება უკვე ბევრი ღიზიანდება სხვათა შორის. ისე ანტირეკლამა უფრო მაგარი რეკლამაა რა. გასაგებია ხო. ახლა ამის ეს ვინ გაავრცელა ყოველ შემთხვევაში გასაგებია რომ ბატონ ბიძინასთან ეს მადლობის თქმა გასაგებია რომ საზოგადოება ერთხელ უკვე უთხრა მადლობა იმის გამომდინარე რომ ქვია მან გარკვეულწილად ეს წინა ხელისუფლება თავისი აქტიურობით მოგვაშორა თუ გამოუცხო იყო ხა წინა ხელისუფლება ვინმეს მოეშორებინა მაგრამ ეს ხო ეს ხო არ შეიძლება რომ გაგზელება მოყვეს რომ მადლობა და ასე შემდეგ იმის აი ეს მსგავსება სამწუხაროდ შემდეგ აი ადამიანი რომ ორმოში ჩავარდება და შემთხვევით გავლენა მოიყვანს და მე მოვიტყვის რომ აი ხა მოიყვანე ორმოდან და ხა მოიყვანე ორმოდან მე მოვიდე და ჩვენ ჩავარდება ის ორმოში არა ვიყო ორმოში ჯობეო რა თქმა უნდა მე შევსავალი მარჯვიდან რომ ეს ბატონი ბიძინას ამპია სამსახურის პოზიცია იყოს და ან თქვა ვიღაც უფრო მეცაც გეტყვით მე შესაძლებელი ეს თვითონ ნაციონალების მხრიდანაც იყოს ეს გაკეთებული რომ ამის საზოგადოებას განკუთვნილად ანტიპათია შეექმნას ბატონი ბიძინას კი მაგრამ ნაციონალები და ოცნების წარმომადგენლები რომ კოჰაბიტირებულები არიან მანდაც მივართ რა თქმა უნდა მაგრამ ძირითადად აი ესეთი მიდგომები რა თქმა უნდა არ იწვევს ძალიან კარგ ემოციებს საზოგადოებაში ნუ გასაგებია ხა ეხლა მე მაგალითად ხა ბატონი ბიძინასთან პირადად მინდა გითხრათ რომ ბევრი კითხვა მაქვს ბატონი ბიძინას მიმართ და რა თქმა უნდა განკუთვნილად ვიყავი მადლიერი იმის რომ მისი აქტიურობით საზოგადოება ამოქმედდა და წინა ხელისუფლება გაუშვა მაგრამ ის რომ რაც მოხდა შემდეგ ამ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ რა თქმა უნდა მე მინდა გითხრათ რომ არათუ მადლიერი მისგნობა არამედ კითხვაც ამაქვს და ბევრ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ძალიან პასუხგაუცემელი კითხვებია საზოგადოებაში კერძოდ რა არის ახლა ეს მე მეკითხები ხა ბატონ ბიძინას რომ რატომ მოხდა თქვენი ხელისუფლების პირობებში საკმარის საფერხება და ეს ისტორიული ძეგლის განადგურება სად მიდის ის მადნეული რომელზეც არის საუბარი თქვა ამ საკითხთან გამოტანილი მადნეულთან დაკავშირებით სად მიდის რატომ არ იქნა გათვალისწინებული გერმანელების დასკვნა მეცნიერების დასკვნა რომელმაც დაასაბუთეს რომ ეს იყო საკმაოდ ძვირადღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი თქვა ისტორიული ობიექტი მაინტერესებს როდესაც შემოდის გაზპრომი საქართველოში და ეს იმ პირობებში როდესაც ყველა მისის რომ ეს გაზპრომი წარმოადგენს შემოვარდნილ კრემლის პირდაპირ ეკონომიკურ გვერდს და ამ დროს რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე 20-ზე მეტი
100% მიწა ამ დღესაც მიმდინარეობს ანექსია და ოკუპაცია საქართველოში იტაცებენ ქართულ მოსახლეობას და მიყავთ ცხინვალში და ანუ ძევლის დროში ყავთ ფაქტობრივად უკანონო პატრონობაში ყავთ ეს ადამიანები და ევას ყველაფერი გარკვეულ რუსეთი აკეთებს თქვა ნუ დავაბრალებთ ჩვენ იმ რო ქვია ოსებს რომელსაც თქვათ ფაქტობრივად იყენებენ როგორც ჩვენ წინააღმდეგ ხო რა თქმა უნდა სეპარატისტული ჯგუფია იქ მოდი თქვათ ასევე აფხაზეთშიც აფხაზეთი აქვს ოკუპირებული და მეცაც გეტყვით ფაქტობრივად ეს ორი მხარე ქართველებს თვითონ და ჩამოაცილეს მაგრამ ვერავით არის მხარე არ ჩამოცილდება საქართველოს თვითონ ეს არის ძირძველი ქართული მიწები როგორც სამაჩუბლო ისე აფხაზეთი აი ეს კითხვებია ხა საზოგადოებაში და პირადად მეც რომ რატომ უნდა შემოვიდეს გაზპრომი საქართველოში იმ ფონზე როდესაც თქვათ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ამით ხომ შესუსტება საქართველოს დამოუკიდებლობა მისი სუვერენიტეტი მაშინ ხა აი ეს კითხვებიც არსებობს სულ მადლობის თქმაზე კი არა საუბარი აქაც ჩვენ უნდა დავინახოთ სუდით და უნდა დავინახოთ კარგით სულზე ადამიანი მარტო ერთ სულს რომ უყურებს ის კარგიც უნდა დაინახოს და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა აღნიშნავ რომ მისასაბებელია ბატონო ბიზნეს პოლიტიკაში მოსვლა იქიდან გამომდინარე რომ გარკვეულწილად არათუ გარკვეულწილად ფაქტობრივად მან გადაწყვიტა გადატეხა ხერხემალში ნაცნობი მოძრაობის ფაქტია მეორე ის რომ გარკვეულწილად ჩვენს გვიჩნდება კითხვა რომ ის რის იმედიც ჰქონდა ქართულ საზოგადოებას და რა ოცნებების ჰქონდა ის ოცნებები გაქრა იმიტომ რომ ახლა ვაცრავად და როცა საქმეს აგიფეთქებენ და როცა საზოგადოებას შიმშილის ზღვარზეა მისულ დამროს ჩინოსნები და მაღალ თანამდებობის პირები მაღალ ხელფასები და დანამატებს იღებენ და მეცაც გეტყვით სოფლის მეურნეობის მის ყავს 4 რჩეველი რომელსაც კონსოლურ თანხებს იღებენ რა შეხმარებიან საინტერესოა რა დასკვნებს უწევენ მას როცა სოფლის მეურნეობა ფაქტურად ჩაუტარია საქართველოში ერთი მეურნეობაზე გვაქვს ჩვენ საკითხი ისა მეურნეობა გვაქვს მეტი არაფერი და ისა ქვია მევენახობა ისიც მოგეხსენებათ რა კატაკლიზმებზე გქონდა საუბარი აი როცა საზოგადოება ამას უყურებს ხათმომქეთი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმება რაშია საქმე ხა დღეს გუშინ წინ იყო თუ ახსოვთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის მე-13 წლისთავი იყო წლის აღნიშვნა იყო და რადიოს უსმენია მესხოთაშვილი და ერთი გამოვიდა ხა ნუ დადებითად აფასებდა მეორე უარყოფით და მესამეას და ეძახდა რომ ამ კაცს ყველა უფლებები შეუზღუდეთ და რაც ვიტყოდ ამ კაცს აბსოლუტურად ახმები პრეზიდენტს ფაქტურად უფლებები შეუზღუდეთ ჩვენ შეუზღუდა ხელისუფლებამ და ხო სახელი და არა ეხლა ბოდი თქვა რომ რაღაცა უფლებები დარჩა ეხლა კონსტიტუციური უფლებები ხა სულ ვერ გაუნადგურეს უფლებები მაგრამ რას ვიტყოთ ამ კაციდან ერთადერთი რაც შეიძლება აღინიშნოს და ხაზი გაისვას იმას და მე მადლობელი ვარ მართლა საქართველოს პრეზიდენტის მithume ზუუფლებო პრეზიდენტის ეს არის რომ მან პოლიტიკურ თამაში არ შევიდა არავისთან ანუ ის დამოუკიდებელი ფიგურა დარჩა ეხლა ის პრეზიდენტი ეგაცო ხან ის ყველას პრეზიდენტია ის ბატონო ოცნების პრეზიდენტი კი არა იმისი არ იყოს მიშარული იყო ბატონო ნაციონალიზმის პრეზიდენტი არა ეს ადამიანი უნდა იყოს თუ ხარ პრეზიდენტი უნდა იყოს საზოგადოების პრეზიდენტი და რომელი პოლიტიკური ძალის სახელმწიფოს პრეზიდენტი უნდა დიახ ეხლა რა მინდა აღვნიშნო კიდე ახლა რაც შეეხება ოცნებასთან დაკავშირებით დღეს გასაგებია რომ თქვათ ოცნების საზოგადოებაზე და ოცნებას აკავშირებენ პრეზიდენტები ნაციონალურ მოძრაობასთან ხო გეთახმებით და ჩვენც აქვს რა თქმა უნდა ყველაფერზე იმას იძახის აი მან ეს არ გააკეთა აი მან ეს არ გააკეთა არა ეს გასაგებია რომ 9 წლის მანძილზე მართლაც იყო ბევრი რაღაცა ნაბიჯები გადაიდგა მოდი თქვათ რაღაცა გაკეთდა ანუ გაკეთდა რაღაცა აშენდა რაღაცა პროექტები იყო ამას თვალებს ნუ დაკუჭებთ მაგრამ იყო ძალიან საშინელება რასაც ჩვენ ხედავთ ხო ანუ ფაშიზმის დონემზე იყო მისული ეს ხელისუფლება ეხლა ისმის ადამიანი თუყი ჩვენ მოდ ფაშიზმს ხო ფაქტია როგორი ფორმითაც არ მეყოს არა აქვს მნიშვნელობა ზოგ ხანდახან ხო მაგრამ როდესაც შენ ფაშისტთან თანამშრომლობ ნებისმიერი ფორმით რა გამოდიხარ ამ შემთხვევაში ფაშისტი ხო არა ანუ ამ შემთხვევაში ხა კოჰაბიტაცია რას ნიშნავს ხო თანაცხოვრება ხო ანუ ფაქტობრივად ოცნება როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში საზოგადოებას ჰქონდა ძალიან დიდი იმედი და განწყობა და სხვათა შორის ჩვენც რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა ნაციონალური მოძრაობის თქვათ პოლიტიკური არსებობა მათი დანაშაულებრივი ის რაც ჰქონდა ჩადენილი ესე ამას შეხედულობაში მაგრამ ეს საპატიმრო დაწესებულებაში ეს არადამიანური მოპყრობა და ეს კადრები საზოგადოება მე ხან ნახოთ რომ ჩვენ უფლებადამცველები ამას წლების მანძილზე ვამბობთ წლების მანძილზე ვავრცელებთ ამის განცხადებას თორე
თუ რა ვინმე ავიწყდება შეუძლია შევიდნენ საჯარო ბიბლიოთეკაში და ამოიყონ ის ძველი მასალები, ძველი გაზეთები, სადაც ჩვენი განცხადებებია, ჩვენი ინტერვიუებია, სადაც არქანიას ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთებ განცხადება, რომ ზუგდიდში მოხდა ესეთი ფაქტი. ამაზე ხმა არ მოუღია არავის პირიქით. საზოგადოებას ეგონა რომ ჩვენ ამას თვითონ ვიგონებდით. მეცაც გეტყვით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი მითხრა, რომ ასე მითხრა ერთ-ერთმა რედაქტორმა, რომ ამას ვერ დავბეჭდეთ რაღაც ინტერვიუზე ყოლაპარაკი, ზუსტად ასეთი ფაქტები და ეს თოთოთო საიდან მოაქვს, საიდან იგონებს? კი არ ვიგონებ ბატონო, მეუთხარი. ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენ გვაწვდიან. და მე როცა გავცელდა ეს ყველაფერი და ნათელი გახდა, მე თქვეს რომ ამართად ყოფილაო. აი საზოგადოების იდენტობის ბრაგიც არის ამაში. იდენტურობა, დიახ, არ იყო შესაბამისად, არ იყო მობილიზებული საზოგადოება, რომ თავის ძროზე გაეცა პასუხი ნაცნობ მოძრაობისათვის. ისევე როგორც რა ქვია, ქონებების შემორჩენებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე ხალხს სახლი დაუგდიეს ფაქტობრივად, იმიტომ რომ რაღაც თვითონ გამოწვეული მიზეზით, ადმინისტრაციული მიზეზით, რომ შემდეგ რაღაცა წამოეჭირა თავიანთვის. ჩვენ ვნახეთ 7 ნოემბერს რა მოხდა. როგორ დაძდებდა ეს რა ქვია ნიღბიანი თქვათ ეგრეთ წოდებული სანადაცველი ორგანოს წარმომადგენლები ბავშვებს და ხალებს და ადამიანებს და რა ამბავი იყო. ამაზე პასუხი არავის არ მოთხოვია. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ ახლა ბატონ ბიზნესთან დაკავშირებით გამახსენდა რომ ბატონ ბიზნესთან რომ მე 7 ნოემბრამდე ვეხმარებოდი ბატონ მიშასო და ხასუდი მაშინ გამოჩვენე რეჟისორი ეხმარებოდი კაცო. კი, რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ აბაშია საქმე, ხო. ხო, ამიტომ თუ გასაგებია რომ მე გაიგო რომ ესა ქვია მიშა სააკაშვილი და მისი ესა ქვია რეჟიმი იყო ასეთი და აღარ დაეხმარა, მაგრამ მაშინ რატო შედიხარ კოჰაბიტაციაში? რატო გამოაცხადე ეს ნაციონალური მოძრაობა როგორც ოპოზიციურ ძალად? როცა შეიძლება ამის არ გაკეთებულა დღეს ნაციონალური მოძრაობა ხმას ვერ ამოიღებდა, ვერავითარი პრეტენზია მათ არ ექნებოდა საზოგადოებაში. ერთადერთი ოპოზიციური ძალა ბრწყალებში, რა თქმა უნდა, ოპოზიციური არის ნაციონალური მოძრაობა. მოკლედ ორი მხარეა. ხო. არა, ხო, ეს გასაგებია, მაგრამ ახლა მანდაც კიდო საკითხი. ეხლა უყურეთ ახლა, როდესაც ნაციონალურ ოცნებას დაჭირდა უმრავლესობა პარლამენტში, იცით ვინ შეიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, მაშინ გამოდის რა ხდება ვერ გავიგებთ. ამას ხალხს ატყუებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. ვითომ თავისი არა, ვინდა დატოვა, როგორ დატოვა, მაგათ მნიშვნელობა არა. ის ხო იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. ეხლა შეიძლება რომ მგელი უცბად გახდეს სხვარი? ხო, გამორიცხულია, ხო, მგელი არის მგელი. ხო და ხურად მოჩვენებული მგელი ბევრად უფრო საშიში. რა თქმა უნდა, გეთანხმები. აგენაგებოდი ეს კითხვები არსებობს. არსებობს საზოგადოებაში ეს კითხვები. ეხლა მე მესმის რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მობილიზებულია რომ აი ესია და ეს ძალიან საინტერესო იქნება 2016 წლის არჩევნები. იმიტომ რომ მაგაზე გადავიდეთ გიორგი. და იმიტომ რომ ამ არჩევნებში შევეხოთ ქართულ ოცნებას კიდევ აქვს ვადა რომ რაღაცა გააკეთოს. იმიტომ პირველი რაც ძალიან ცოტა ვადა, რა თქმა უნდა. პირველი რაც უმთავრესია მე ჩემი აზრით, ეს არის რომ მაჟორიტარი დეპუტატების საკითხი უნდა გადაწყვეტეს. იმიტომ არ შეიძლება მაჟორიტარი დეპუტატი რაიონში იყოს მეფე. მეფე საქართველოს და ერთი ბატონი შემოა. და სხვადასხვა კონსტიტუციური მონარქიას დაუბრუნდება საქართველოს. კონსტიტუციური მონარქიას ისე უკეთესი იქნება ალბათ საქართველოს გაერთიანების თუ ეს სხვა ჟერობის თემაა. მაგრამ არ შეიძლება და რაც შეეხება ისე ვქია მაჟორიტარულ დეპუტატთან დაკავშირებით აი რატომ არის ცუდი თქვათ, მოდი მაყურებელს ვუთხრათ, ავუხსნათ, რატომ უნდა მოისპოს თქვათ სიტყვაზე, რატომ უნდა დადგეს ის საკითხი, რომ მაჟორიტარობის აი ეს სისტემა, მაჟორიტარული დეპუტატობისა მე გეტყვით რა არა აღარ იყოს იმიტომ რომ საქართველოში როგორც ჩანს ეს არ ამართლებს და რატომ? იმიტომ საქართველოში მაჟორიტარული დეპუტატი ყველაზე არ მაქვს საუბარი შეუძლია თუ დაინტერესდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაატარონ ჩავიდნენ რაიონებში და ჩაატარონ მონიტორინგი რაიონის დეპუტატი ნიშნავს თითქმის ყველა ხელისუფლების ადგილობრივ ადმინისტრაციულ წარმომადგენლებს ამასთან ერთად გარკვეულწილად ის განაგებს ფაქტობრივად ამ დეპუტატის სხვა რამეს უნდა აკეთებდეს ხო ესია. ამიტომ ახლა კონკრეტულად დაკონკრეტები, მაგრამ საერთოდ ასეთი როდესაც არის რა ქვია ამაზე მიუთითებენ იქ ადგილობრივ მოსახლეობას წარმომადგენლები ხო? უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მაჟორიტარი დეპუტატები ცუდი კი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში დღევანდელ რეალობაში გაუმართლებელია დიახ, ამაზეა საუბარი და საუბარია კიდევ იმაზე რომ
ყველა ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც მოდის ხელისუფლებაში საზოგადოების უნდა იყოს მათი მფარველი, მხარდაჭერი და ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ავიწყდებათ მოსვლისთანავე და ახერხებდებათ არჩევნების ბოლო დღემდე. ეს არ შეიძლება არჩევნები როდესაც მოდის, მაშინ ახსენდება თურმე ამორჩეველმა უნდა მისცეს ხმას და არა თქვათ იქ ორმა კაცმა და სამმა კაცმა. ამაშია საქმე. ეხლა ერთმანეთ ძანა იქ რადიოში ცოტა გამახსენო რომ ჩვენო პრეზიდენტზე იყო საუბარიო. არ ხარ დავიწყდაო იმას ვქია მარგველაშვილს რომ ჩვენო კი არ გვირჩევიაო, ჩვენ ბიზნესს მივეცით ხმაო და ესო ჯოხიც რომ დაეყენებინა ბატონ ბიზნესო, იმას ავირჩევდით. ასეთი განაცხადი გააკეთეთ და სხვათა შორის ბევრ შემთხვევაში მე ვეთანხმები მართლაც გააკეთოს, რომ ეს იცით რას ნიშნავს, ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა. ანუ მონური ინსტინქტი არ უნდა ქონდეს საზოგადოებას. 70 წელიწადი გასაგებია რომ ასე ცხოვრებაში ვიყავით, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა. ანუ რა ვქია კაცო, მე იმისაგია პრეზიდენტი კი არ ავირჩიე ბიზნეს პოზიციით და 80% 99% არჩეული პარლამენტში უმრავლესობა. თქვენ ხო გონიეთ რომ რომელიმე მოსახლეობა მისცა უმრავლესობის დეპუტატს ხმა არ არჩიეს მხოლოდ ბიზნეს ხათრით. მისი ქალაქის მე როგორ არჩიეს ბიზნეს ხათრით. ყველაფერი ბიზნეს ხათრით და ამიტომ არის საუბარი იმაზე რომ რეალურად ფაქტობრივად ბიზნესს ყვეთ საქართველოში. თქვენ გინახიათ რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი თუნდაც მოქალაქე მთავრობის ხდომებს ესწრებოდეს? ან და თქვათ ხდებოდეს უმრავლესობაში კოალიციის შეხვედრებს? მე არ მინახია და თუ თქვენ ნახავთ ხო? ანუ ეს სხვა კითხვებს ანჩეს და ამიტომ მოდი პირდაპირ ვისაუბროთ ამ თემებზე და ნუ დაგვუჭავთ ვარდა ნუ გავხდებით იმის თქო რომ არაფერი არ ვიცი ვერაფერს ვერ ხდებით. ამაშია საქმე ზუსტად. ხო და რა თქმა ბატონ ბიზნესს აქვს უდიდესი ავტორიტეტი, მოდი ავაღიაროთ, მისი სიტყვა არის გადამჭრელი და ამიტომ მე ყოველთვის ვამბობდი და წინა გადაცემებში ვამბობდი ბატონო ხალხო რომ კარგი იქნება თუ ბატონი ბიზნესი დაუბრუნდება ხელისუფლებას, რეალურად დაუბრუნდება ხელისუფლებას. და არა ვქოთ გარიდან. ამიტომ როცა დაუბრუნდება, ის უფრო უკეთესად გადაწყვეტა და პასუხობრივი ყოველ შემთხვევაში ხალხის წინაშე ბატონი ბიზნესი იქნება. ახლა თავს მივცემ უფლებას რომ მეც რაღაცა ორი სიტყვა თქვა, ამიტომ რომ ალბათ პირველი ბლოკის დასასრულამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და მეცინება რაღაცებზე აი ამ თუნდაც ჩვენს ტკივილზე და მეცინება და გამახსენდა აი ამ სიცილზე ერთი მომენტი რომ რა შვებაო ხალხიო უკვეო ეს როდესაც ინგლისში ხდებოდა ეს გაძარცვეთ ხალხი ასეკენით ისეკენით და ბოლოს და რა შვებაო და უკვე ნაგავშიც აღარ არა რა შვება და იცინისო ესე იგი უკვე ძალიან ცუდად ყოფილა საქმეო და აი ახლა მივხედოთო მოკლედ ეგება უკვე ჩვენ დაგვიდგა რაღაცა ნერვიული სიცილის მომენტი ალბათ იმიტომ რომ აღარაფერი აღარ დაგვრჩენია, აღარც ფულია, აღარც საჭმელი, არა საჭმელი ალბათ არის, მაგრამ ვერ ხედულობთ. აღარ თუ არის საკვები და ისიც ალბათ მეორადი ხარისხის საიდანღა შემოსული და რა თქმა უნდა იმას თუ შეჭამ, ესე იგი ან მოკვდები და ან დიდხანს იავად მყოფებ და აღარც სამსახური, არც არაფერი და ჩვენ მაინც დავდივართ. ასე რომ რაღაცა ძალიან გამძლე ხალხი ვართ და ამიტომ როგორც ჩანს ჩვენ ეს მონური სულისკვეთების ადამიანები არ ვართ, თორე მონა მაინც მონა და ის ძალიან მალე კვდება და იმიტომ რომ ვეღარ უძლებს მისი ფსიქოლოგია, აი მძიმე დატვირთვებს, იმიტომ რომ მასაც აქვს რაღაცა ალბათ აუმუშავდება ხოლმე გონებაში. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომლებიც არქიფოს ეთურის ხლისტებს წარმოადგენდნენ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უფლის რჩეული ადამიანები ვართ და მარტო უფალს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, ცოტა ჩვენც გავანძლიოთ გონება და მივხვდეთ, რომ საჭირო არის ერთად დგომა, ერთად ბრძოლა, ოღონდ ბრძოლა არა იარაღი, ჩვენი იარაღი სიმართლეა, ჩვენი იარაღი თვალით კარგად დანახვა არის ყველაფრის და მოდით ნუ დავემონებით რაღაც სიტყვებს და ნუ ავიტაცებთ რაღაც საპიარო სარეკლამო უნიჭო განცხადებებს და ნუ ღარ ვემადლიერებით გვეყო მართლა მადლიერება და მივხვდეთ რომ ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ რომ არის საჭირო სამუშაოები, უბრალოდ საწარმოების ქარხნების ფაბრიკების აშენება
მოდით აი ეს მოვითხოვოთ რომ ჩვენ გვინდა დასაქმება რომ არავის დასამაგლებელი ლუქმა არ ქონდეს თორემ 10 ლარს რო გადმოგვიგდებენ 5 ლარს რო გადმოგვიგდებენ გამოგვიყვანენ სადღაც პროვოკაციულ მიტინგებზე და გვეტყვიან იცით რა აი ახლა დადექით ხალხო ხედავთ უსამართლობაზე იმობს ხედავთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არის ხედავთ აი ეს ხდება ხედავთ ის ხდება და ვინ ყვირის ამას ყვირიან ისევ ის მაპატიეთ და მონური ფსიქოლოგიის ალბათ ის ადამიანები, რომლებსაც არავინაც არ ჩაგრავს, მაგრამ მათ ასე უნდათ რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ალბათ ისევე უნდათ რომ გამარჯვებული ხალხის წინამძღოლები იყვნენ, როგორც ad არის ეს გამარჯვებული ხალხი, ჯერ მე არ ვიცი და რა თქმა უნდა და მე ახლა ცოტა ისე რაღაცნაირად მოვუხვიე და დელიკატური მინდოდა ყოფილიყავი და ყველაფერზე ეს რაღაცნაირად პასუხი გამეცა. გიორგი, მე მახსენ ამ გუშინ სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი ახლობელი მოვიდა, უბრალოდ მეზობელი, მინდა გითხრათ, ძველი მეზობელი, რომელიც სრულიად შემთხვევით შემხვდა, საავადმყოფოში ვიყავით და მან მითხრა ასეთი რამ, იციო, ისე ვისკეთდება, აპირებენ იმის გაკეთებას, რასაც ადრე გეგმავდნენ და მე ვერ მივხვდი, რას გეგმავდნენ და იყო წლების წინათ საუბარი და პროექტი ალბათ იმისა, რომ ბატონი ბიძინას რეზიდენციის ქვემოთ, სახლი რეზიდენციის ქვემოთ გამავალ გვირაბზე უნდა დაწესებულიყო ტერმინალი, უნდა გაკეთებულიყო ტერმინალი. რას ნიშნავს ეს ტერმინალი? ანუ საბაჟო გადასახადი უნდა ყოფილიყო იქ. მსუბუქი ავტომანქანა 1 ლარი, სატვირთო ავტომანქანა 2 ლარი. ბატონი ბიძინას სახლი რეზიდენცია, სასახლე რეზიდენცია მდებარეობს ისეთ ადგილას, რომელიც უერთებს შინდის, ტაბახმელას, უამრავ ლამაზ ადგილებს თბილისს. გინდა არ გინდა მოძრაობა გიწევს იქიდან. ბოლოს და ბოლოს ფუნიკულიორია იქ, ოქროყანა არის და ასე შემდეგ. ანუ გინდა არ გინდა იქ გიწევს გავლა-გამოვლა. ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ორმხრივად გადახდილი თანხა. რამდენი თანხა შევიდოდა მის ჯიბეში. რომელ ბიუჯეტში, გიორგი, მის ჯიბეში. ხო, მის ბიუჯეტში. და ახლა ეს დამთავრდა ეს, ამოიწურა ეს პროექტი აღარ განხორციელდა, მაგრამ ახლა როდესაც ისევ პანორამაზეა საუბარი და როდესაც იმ ხალხს ჩაგრავენ თუ კი ხმა ამოიღეს და იძახიან და შიშით ლაპარაკობენ იმაზე, გაყვირიან შიშით ლაპარაკობენ, შიშით რაზე, განა ეშინიათ ვინმესი, უბრალოდ ეშინიათ იმის, რომ ეს პანორამა მათ დაანგრევს და ეს პანორამა ძალიან მძიმე იქნება თბილისისთვის და მე ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს პანორამა თუნდაც ჩემს სახლთან ძალიან ჩემს პირობებშიც ძალიან საშიში, აი კონკრეტულად ვამბობ როგორც ადამიანი, არა როგორც მარტო ჟურნალისტი. და ესე იგი პანორამა და შემდეგ ხდება ისევ წამოიწია თურმე, რამდენად მართალია ეს არ ვიცი. მოდით ამაზე მე ალბათ საჭირო არის მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს წარმოადგენენ. მართალია თუ არა, რომ ისევ უნდა დაიწყოს ტერმინალის გაკეთებაზე საუბარი. ანუ შემოვიდა ისევ ეს თემა, რადგან ჭორად გავარდა, რადგან ხმა გავარდა ამის თაობაზე, არ არის გამორიცხული, რომ ესე იგი საიდანღაც გავრცელდა. კარგად ვიცით ხმები როგორ ვრცელდება და საიდან მოდის თუნდაც ჭორები და თუნდაც ვერსიები. ესე იგი, აი ეს კარგად მუშაობს ეს სამსახური იმისათვის, რომ ხალხი ნელ-ნელა შეაგუოს. მათი აზრი გაიგონოს. რა თქმა უნდა, ტერმინალი იყოს. მე არ მინდა რომ ჩვენ ამასაც შევეგუოთ, იმიტომ რომ შევეგუეთ დენის ტარიფის გაზრდა სულ ცოტა ხნის წინათ გაიზარდა და იზრდება ეს ტარიფი. ის სხვათა შორის დენი და ისა ქვია, ნაგავი ისე მიუბიათ ერთმანეთს. მიუბიათ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი წინა ხელისუფლება როგორ მიაბადა, როგორ დაჩაგრა ეს მოსახლეობა, იგივე გააკეთეს, როგორც დღეს ჩვენთ არის. რა თქმა უნდა, ეს არის უბედურება ზუსტად. მაგას ვიძახ, იმიტომ რომ ამ გვირაბის გავლა უწევს უამრავ ადამიანს. უამრავ მანქანას, იმიტომ რომ თუ სასეირნოდ არ მიდიან შინ, სახლებში მიდიან და მაშინ გამოდის რომ ადამიანს, რომელიც ვერ გადაიხდის ამას, თუ კი ეს მართალია, კიდევ ვიმეორებ, ეს წლების წინათ იყო ამ პროექტზე საუბარი. თუ კი ისინი ვერ გადაიხდიან, მაშინ ესე იგი გამოდის რომ
ის ადგილები, სოფლები მოწყდება. რა თქმა უნდა, კაცო. და ესე იგი ვის აწყობს ეს? ვის აწყობს ადამიანების დაშორება? ვის აწყობს სოფლების მოწყვეტა ქალაქს? ვის აწყობს აი ადამიანების ასე უფრო მეტად დამონება? მოდით ამ თემას მეორე ბლოკში დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ გვანიშნებენ რომ რეკლამის დროა. დაგველოდეთ. PKTV-ს რედაქცია გადავიდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩა 30-ა, ეგრეთ წოდებული ქიმიკოსების კულტურის სახლის შენობაში პირველ სართულზე. დაგვიკავშირდით ცხელი ხაზი 032 2 18 25 19 577 40 83 82 568 98 36 63. ჩვენი ელექტრონული მისამართია info@pktv.g. პრესკავკასია mail.ru ქვედა ტირით. Facebook-ის მისამართი პრესკავკასია.g და PKTV. ინტერნეტ მედია ჰოლდინგ PKTV-სთან არსებული ტელესტუდია ცისკარა იწვევს მოზარდებს 7-დან 15 წლის ჩათვლით. მოგბრძანდით, ჩვენ შეგასწავლით უამრავ რამეს ჟურნალისტიკასა თუ სამსახიობო ხელოვნებაში. მოგბრძანდით რუსთაველის ქუჩა 30-ა, ქალაქ რუსთავში, ეგრეთ წოდებული ქიმიკოსების კულტურის სახლში, პირველ სართულზე. მოკლედ, აი ასეთ მძიმე თემებზე საუბრობდით და ასეთი მძიმე თემებით ბრუნდებით ისევე გიორგი შენ განაგრძე საუბარი აი მაგრამ სანამ დაიწყებ გეხოცები კულისებში შენ თქვი ისე წამოგწდა ბიძინიო და ამახსენდა ერთი რაღაცა ამასინათ ერთ-ერთი რესპონდენტი ყავდა აქ და იმას ჩაერემა და თქვა გინდა კითხრა ქალაქის მერი რატომ ეძახის ბიძინი ისო ბატონო ბიძინი და რატომ ეთქი და იმიტომ რომ აიო წარმოიდგინაო რომ აი თემურის კნინობითი ფორმა თემურა გიორგა თქვა გიორგის ფორმა და ასე შემდეგ და წარმოიდგინაო რომ ბიძინი უნდა იყოს იმიტომ რომ კნინობითი ფორმა ბიძინა ბატონი ბიძინა ეს ლირიული გადაყობა ძალიან ძიმე არ უთხევ ეს უბრალოდ ისე თქვი არა წამოგცემეთქე მაგაზე გამახსენდა მოკლედ ბატონი ბიძინის ფორმა არის ბიძინა ნამდვილი სერიოზული ფორმა ასე რომ ყველას ვინც შესაბამის სამსახურებში მუშაობს მაღალ ჩინოსნები არიან ვისაც უხდება ტრიბუნაზე ყოფნა და ასე შემდეგ საზოგადოებას რომ სწორად მეტყველება ვასწავლოთ აუცილებელია სწორი ფორმით წარმოთქვათ თუნდაც ადამიანის სახელები ასე რომ ბატონი ბიძინა და არა ბატონი ბიძინი აპატიეთ ეს გამახსენდა ხეთი რაც შეეხება ბიზნესთან დაკავშირებით სამბურთო მე მასაც დავამატებ მაშინ აგი ასე საკითხი რომ ჩვენ არც ის უნდა დაგვიწყდეს ბატონი ბიზნეს თქვაც ის მნიშვნელოვანი როლი რაც მან წლების მანძილზე თქვაც გააკეთა საქველმოქმედო ორგანიზაციებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მოსკო არა გავს აღარ მინდა არა უბრალოდ მინდა ისე ვქია მოკლედ თქვა რომ ისე საზოგადოებას არ დავიწყებია მინდა უთხრა ბატონი ბიზნეს ხო ის ქონმოქმედა რაც მაგაზია ეხლა რაც შეეხება თქვენ რასაც ბრძანებთ რომ მართლაც ეს მე მგონია ეს უწურის დონეზე იქნება ალბათ იმიტომ რომ ხა ტერმინალის გაკეთება იქ გასვლა გამოსვლა ეს მაშინ სამთავრობო დაუყოფილა ბატონო ქვეყანა და ჩვენ არ ვიცოდეთ რამდენი ხანია ხო არა ხო კი მაგრამ თუ ბოტანიკური ბაღი მისია თუ ის ჩანჩქერიც მისია და საკუთრებული მე ვიყავი ამასინაც ხოთეში ბოტანიკური ინსტიტუტი თუ მისი შვილის სტუდია და ასე შემდეგ ბოტანიკურ ბაღში ვიყავი ამასინაც და აბსოლუტურად არავის არ შეუშლია ხელი და არა გასაგებია მაგრამ ან საათები არის ხო არ ვიცი ხა მაგრამ ფაქტია რომ ხა მოდი თქვათ ის რომ ხო მის საკუთრებაში გადავიდა არავის უფლება არ აქვს რომ გადაიტანოს საკუთრებაში და თუ ეს მართლაც ესია რა თქმა უნდა ეს საკითხია შესაძლებელი და თუ შესაძლებელია და მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ ყოფილვართ ნუ კოდი ხანია ეხლა რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით რა ქვია დენის და იმასთან დაკავშირებით რა ქვია გასთან რა ქვია ნაგავთან დაკავშირებით მართლაც მე ამ ბოლო დროს ნახევარი ქონდა ადამიანის გადასახდელი რა ქვია დენზე გაზზე ნაგავზე და გაუთიშეს ეს რა ქვია დენი და გაუცებული დარჩა კი მაგრამ რატომოდა თურმე ნახევარი ქონდა გადასახდელი მე 10 ლარი მაქვს იცით 20 ლარი დენი მომივიდა და 10 ლარი ნაგავიდა არ ვიცი არა რატო საუბრობ იმიტომ რომ როდესაც წინა ხელისუფლებას ესენი ეუნებიან და რა თქმა უნდა სამართლიანად ეუნებიან და ჩვენ სამართლიანად ეუნებოდით რომ არ შეიძლება ნაგავი დენს მიაბა იმიტომ რომ ნაგავი სხვა ის არის ის სხვა ანუ ამით არ უნდა აიძულო მეორე რომ ხება მე დენის გადასახდელი ფულბარა ნაგავის არა მაგ დღეს და ხვალ გადავიხდი ანუ
ამით არ უნდა შებოჭო მოქალაქე. დღეს აღმოჩნდა რომ თურმე ის ერთი მხრივ მოხსნეს, მაგრამ ეხლა ისე მიაბეს. მაშინ რა შეიცვალა? არც არაფერი. ანდა როდესაც თქვა დოლარი კი ბატონო ლარი გაუფასოდა, ჩვენ ხედავთ რომ მიდის სანამ ეწევა ღმერთმა იცის. ღმერთმა რომ ხნას რომ გამაგდეს ეს ლარი, იმიტომ რომ ლარზეა დამოკიდებული დღეს ეკონომიკა და ქართული ოჯახი. მაგრამ როცა ჩვენ ხედავთ რომ ლარი უფასურდება, როცა ხედავთ რომ ბენზინი მატულობს, როცა ხედავთ ყველგან რა ქვია ბენზინი რა ქვია აბსოლუტურად რა ქვია დაკლება წავიდა ბენზინის ფასის. ჩვენ და მატულობს რა შეესახება. სად არის ის ერთი ლარი რომელიც თურმე მიდიოდა ზოგიერთი მის ჯიბეში ხო იზახდა რომ აი ეს იმის ეხლა სად მიდის? ორი ვარიანტი ან ის იყო ტყუილი და მოგონილი ან ეხლა ვიღაცას მეაქ ისეთი არ შეიძლება სხვაგან ფასი ვარდებოდეს და შეთან მარტულობდეს. აი ესეც აქ უნდა გარკვეულწილად ეკონომიკაზე არ ყავს და ოჯახს ბიუჯეტს არ ყავს. ოჯახს ადღავს ბიუჯეტი უკვე მე მგონი ოჯახს აღარ აქვს ბიუჯეტი. ნუ როგორ ცხოვრობენ მაგაზე არ აღარ. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში, არის სოციალურად დაუცველი საზოგადოება. ერთადერთი რაც არის ეგ თქვა საერთო დაზღვევა, ჯანდაცვის საერთო დაზღვევა და მგონი თქვა რომ აქ გარკვეულწილად რაღაც ნაბიჯებია იძმევენ რომ ადამიანები მარტო ამით უსარგებლობენ. სხვა შემთხვევაში ადამიანს არაფერი ისიც არ აქვს, რა ქვია, საშუალება არ აქვს რომ თქვა სამუშაო ადგილი არ არის, რაც იქნო დაპირებული რომ სამუშაო ადგილები შექმნიდა, 100 ქარხანა იქნებოდა, 100 რაღაცა იქნებოდა. სად არის პანიცემლო ხელისუფლება? სად არის? გასაგებია რომ დასაქმება მარტო ოჯახის წევრები და ნათესაობით კი უნდა დაგეწყოთ, ჯერ ხალხით უნდა დაგეწყოთ. ოჯახის წევრები გასაგებია ის ისედაც დასაქმებოდა და ამაზე ხმას არავინ არ მოიგო, მაგრამ როცა საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა, უმუშევარი აღმოჩნდა, პურის ფული არ აქვს, არ იცის ხალხს შვილი როგორ გამოკვებოს, არ იცის სკოლაში როგორ წაიყვანოს პატარა ბავშვი, არ იცის წამალი როგორ იყიდოს, ექიმთან როგორ მიიყვანოს და ამ დროს მაგალითად თანამდებობის პირი და ვიღაცის მშობლები და ვიღაცის თანამდებობის საქმეა, გარკვეული ადმინისტრაციული თანამშრომლები იღებენ თქვა 2000, 3000, 4000 და იმდენივე აქ დანამატი, ეს არის პრობლემა. ეს არის უკვე საზოგადოება და საზოგადოების მერე ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია. დღეს იძახი აი ჩვენ ახლა ასეთი განცხადებების გაკეთდა რომ ჩვენო კაცო 2016 წელს უფრო მეტ ხმებს ავიღებთო. ახლა ოცნებას კაცი არ მოუკლებს მეგობრებო, კი ბატონო, ვიოცნებოდეს, მაგრამ ოცნება თვითონ ისეთ სიტყვა რომ არარეალურს ნიშნავს, ხო? ხო, იმიტომაც დაიყვეს. გასაგებია, ხო. მაგრამ მოდი რეალურად ვიბჯეროთ. არაერთხელ გადმოვიდეთ რეალობაზე და ვიბჯეროთ რეალურად რომ დღეს გადით რაიონებში, გადით სოფლებში, გადით საზოგადოება როგორ ცხოვრობს. ის ტრაქტორს თუ არ ჩაასხის საწვავი ისე კივერი მუშებს ის ტრაქტორი კაცო იმისი საოკუპაციო ზოლში ესა ქვია ესენი გაიყვანეს რა ქვია მილები მაგრამ წყარი არ მოდის და ხო რა გვინდა გაზი გაიყვანეს თუ კარგად მოვიქცევით აუში წყალსაც ჩაგვისხამენ გაზი გაიყვანეს მილები გაიყვანეს გაზი არ მოდის ერთადერთ საოკუპაციო ზოლს იქ გმირები ცხოვრობენ გამოდონხედი იქ ცხოვრობენ ქართველი გმირები რომელიც ოჯახები რომელიც დღეს ისინი ინარჩუნებენ იმას აბა ყველამ დასავლოს წამოვიდნენ ნახე რუსი როგორ გამოიტანს ამას საზღვარგარეთ და პირდაპირ ის რაც აქვს მათ ჩადებული რა ქვია სტრატეგიაში პირდაპირ მეტოქია ბაზაზე გამოვლენ და გადაკეტავენ აღმოსავლეთ დასავლეთს ისინი აჩერებენ იქა და თუ ხელისუფლება ხარ და მართლაც ფიქრობ იმაზე რომ თითოეულ მოქალაქეზე, შენს ქვეყანაზე, შენს ერზე იმ ხალხს მიეცი საშუალება. კი ეხლა დაიწყო იმაზე საუბარი რომ რაღაცა თქვა შეღავათები უნდა გავცელდეს, თაზე უნდა გავცელდეს. ეს კარგია, მაგრამ რეალურად უნდა განხორციელდეს. მარტო საუბარის დონეზე კი არა, რეალურად. და ამასთან ერთად რაც თავარია ხელისუფლების სტრატეგიული გეგმა უნდა არსებობდეს, ხვალინდელი გეგმა უნდა არსებობდეს. არ შეიძლება თბილის ჰქონდა მაგალითად, თბილის განაშენების გეგმა კი არ ჰქონდა. არ ჰქონდა სანამ ეს უბედურება არ მოხდა სამწუხაროდ თბილისში. ისეთ ადგილებზე აზრდებდნენ ქალაქის მერია ნებართვებს და ზოგ თავის ახლობლებს და ზოგს უცხოებს რომ ასე ამ ყველაფერმა გამოიწვია. ხა შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ იმის შეერყოს ერთი მეზობელი მიყავდა და ზედა წამოვიდა ძალიან 20 წმინდა რა და გამოვიდა გარეთ და მოთხარ რა დაგემართა მეოთხე და რა გვიქნაო ნაციონალება ხედავო როგორ გამოუშვეს წვიმა მოთხე კარგი ახლა სიცხვილია ყველაფერი დაბრუნებაში წვიმას გამოუშვება ნაციონალობა დავაბრალოთ ხო ხო ან იგივე სიტუაცია
ხო, ეხლა ვიღაცა მიშაღრუბელზე იჯდა და ცურავდა. ხო, იგივე სიტუაცია ახლა მაგალითად რომ ვიღაცამ დააბრალოს რაღაცა თქვა, თუნდაც ოცნებას. რა მნიშვნელობა აქვს? ლოგიკურად უნდა მიმიჩნევოთ. ყველაფერს აქვს ლოგიკური დასაწყისი და დასასრული. მე დავაბრალებ ოცნებას ერთ რაღაცას, იმიტომ რომ მე კი არ დავაბრალებ. ახლა დაბრალება არ არის ფაქტის სახეზეა. ჩვენმა პეკატივიჯიმ გაუშვა სიუჟეტი თავის გვერდზე და შეგიძლიათ ნახოთ სათაურით ოცნებამ სისუფთავეც ოცნებად დაგვიტოვა თქო და რას ნიშნავს ესე იგი ვიღაცა ალბათ იფიქრებს გასო ეს პეკატივიჯი რას გადაიკიდა გვერდ მოედანზე ამ მიწისქვეშა გადასასვლელსო მაგრამ უბრალოდ გვაინტერესებდა ის ჩვენი წამოწყებული სიუჟეტები როგორ განვითარდა ბუნებრივია ხო იმიტომ რომ შემთხვევით ჩვენი გადამღები ჯგუფი მოხდა გმირთა მოედანზე გადასასვლელ მიწისქვეშა გადასასვლელში და აღმოჩნდა რომ იქ იყო აი ეს 13 ივნისის ტრაგედიის ღამეს ნიაღვრისაგან მოტანილი ჭუჭხისი ბიძურე მორები მთელი ნაგავი სამშენებლო რაღაცები აი მთელი ნაგავი იყო და ჩახერგილი იქაურობა ხალხი ვეღარ სარგებლობდა ვეღარ გადადიოდა ამ მიწისქვეშა გადასასვლელი და თან ისეთ ადგილას არის კარგად ვიცით ეს გმირთა მოედანი სადაც ამდენი გზები არის და ამდენი მანქანა მოძრაობს და რა ვიცი მე ნუ საშიშია იქ აუცილებლად უნდა ისარგებლო მიწისქვეშა გადასასვლელით და ჩვენ ამაზე სიუჟეტი გავაკეთეთ არ გასულა რაღაც ალბათ 1-2 კვირა და მოსახლეობა შეხვდა ქალაქის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები და მოსახლეობას უთხრეს რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი და ასუფთავეს ანუ ჩვენი სიუჟეტის შემდეგ ჩვენ უკვე რუსთავში ვიყავით გადმოსულები, ამიტომ უცებ ვერ მოვახერხეთ ჯგუფის გაგზავნა, იმიტომ რომ აქეთ სხვა უფრო მნიშვნელოვან თემებზე მუშაობდით და რადგან გავიგეთ, იმიტომ რომ მოსახლეობამ ჩვენ გვაცნობა რომ მიწისქვეშა გადასასვლელი დაუსუფთავებიათ, ჩვენ გავიხართ და ბუნებრივია და გავაკეთეთ სიუჟეტი იმაზე, ანუ უпростоრედ პატარა ნიუსი დავდეთ, რომ აგერ ჩვენმა სიუჟეტმა ესეთი შედეგი გამოიღო და დასუფთავების სამსახური კარგად მუშაობს. მადლობა გითხარით, მაგრამ მოხდა ისე ბატონო გიორგი, რომ უკვე სხვადასხვა თემაზე მუშაობთ თბილისში, სულ რამდენიმე დღის წინა ჩვენი ოპერატორები, გადამღები ჯგუფი, ჩვენი ჟურნალისტები, ოპერატორები და ასე შემდეგ, ვინც საჭიროა გადაღებისთვის წავიდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები უნდა გადაეღოთ იქ თბილისის ძველ უბნებზე, ჩვენ ახალ-ახალი პროექტები გვაქვს და ცირკზე, რომელიც ახლა სანატრელი გაუხდათ ბავშვებს და ალბათ დიდებსაც, მაგრამ ვერ მიდიან ხშირად ცირკში ჯერ ერთი იმიტომ რა გამბინა ცირკი ხალბატონო კი არა ეგეც მართალია ეგეც მართალია ჩვენ სულ ცირკი გვაქვს თვალწინ მაგრამ მაინც ცირკი ენათება ხალხს და ნამდვილი ცირკი რა ჯამბაზებით და აკრობატებით და ესეც მოგვაკლდა ეს სიამოვნება 1000-ში ერთხელ რაღაცა ალბათ 4 წელიწადში ერთხელ რაღაცა რომ დავინახავთ ცირკის შენობაში შუქი აინდება გვიხარია ხო და სალაროსთან რომ ხალხს დავინახავთ და გვაინტერესებდა ბილეთების ფასი რამდენად შესაძლებელია რომ თუნდაც ერთი ოჯახიდან თუნდაც 2 ბავშვი რომ წაიყვანოს მშობელმა აღმოჩნდა სასწაული ფასები და ნუ რადგან ახლა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი მიაკითხა დავისაყვარებ მიწისქვეშა გადასასვლელს და აღმოჩნდა ოცნება დასუფთავებაც ოცნებად დაგვიტოვა და ანუ არაფერს არ გავუკეთებია მოგვატყუეს ანუ ის მადლობა უკან მიგვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ შეცდომაში გქონდეთ ამასთან გქონდეთ კაცო და ეგება და ახლა ჩვენ ცოტა მწარე სიცილი გვაქვს აქ სტუდიაში მაგრამ იცოდეთ რომ დასასუფთავებელია ის მიწისქვეშა გადასასვლელი თავის დროზე იმიტომ გაკეთდა რომ იგრძნეს რომ მშენებლებმა რომ იქ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და მანქანების სიხშირით და მოძრაობით ეს საშიში ადგილია, სადაც მოსახლეობა ვერ გადაირბენს და გადმოირბენს ზემოდან. იმიტომ რომ ადვილად შესაძლოა ძალიან ბევრი ჩაუბარდეს მომენტალურად მანქანას ღმერთმა დაგვეფაროს. ამიტომ მიწისქვეშა გადასასვლელი რადგან გაკეთდა, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით.
მიწისქვეშა გადასასვლელით და ვერ ვისარგებლებთ თუ კი ის ჩახერგილი იქნება ან თუ სიბინძურე იქნება და ასე შემდეგ და კიდე მეორე იგივე ვთქვათ ახლა ჩვენ მართალია რუსთავს სტუმრად ვართ და მაინც თბილისის ტელევიზია ქვია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ ვიმყოფებით და სისუფთავე ყველგან გვინდა რა მნიშვნელობა აქვს რუსთავი ერქმევა ამას გარდაბანი ერქმევა თბილისი თუ სართიჭალა ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი რედაქციის წინ ჩვენ ახლა შენობას რა თქმა უნდა ჩვენი დამსუფთავებელი ვინც არის დამლაგებელი ის ასუფთავებს ჩვენ წესრიგში გვაქვს ყველაფერი სადაც ვიმყოფებით ჩვენი ადგილი მაგრამ და აქ არავის არ ვითხოვთ რომ მოვიდეს დასუფთავების სამსახური და დაგვისუფთავოს საკაურობა მაგრამ ის ტერიტორია რომელიც ჩვენი ტელევიზიის წინ არის ის უკვე დასუფთავების სამსახურს ეკუთვნის და რომ მოდიან და იქვე გარეშემო ცოტა ისე ცენტრალურ ადგილებში ასუფთავებენ ესეც ცენტრალური ადგილია და მათ ეკუთვნით იმიტომ რომ თითოეულ ადგილს ყავს თავისი დამსუფთავებელი. ამიტომ ვთხოვთ რუსთავის დასუფთავების სამსახურს მოვიდნენ და ეს მათი იმიჯია. ყველაფერი წესრიგში არ არის და ყველაფერი სამადლობელი არ არის. ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. აბა მოდი წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ რაც არ უნდა ლამაზი ადამიანები ვიყოთ და დავდიოდეთ მუდმივად ბინძური ჭუჭყიანი ტანსაცმლით. ეს ელემენტარული შედარება უბრალოდ უხერხულია, იმიტომ რომ ზედა რა ვინ შემოგხედავს, ასე რომ იცოდეთ ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა დავასუფთავოთ ჩვენს წინ მიმდებარე ტერიტორია, ეს არის დასუფთავების სამსახურის დავალება ფუნქცია და ისინი ამაში იღებენ ხელფას. კეთილი ინებეთ, მოგბრძანდით და მოგვაქციეთ ყურადღება ჩვენ ამაზე ერთხელ უკვე დავწერეთ. და დავწერეთ და მე მოსულა ეს ადამიანი როგორც ჩანს, იმიტომ რომ გამიხარდა აუკრეფია ნაგავი, მაგრამ გავხედე და თურმე ეს ნაგავი კი არ წაუღია. უბრალოდ შეუგროვებია. აგინდა საქმე გაუკეთებია. და მე ის შეგროვილი გაიშალა როგორც ჩანს. ასე რომ ჩვენ ისეთ ვითომ ელემენტარულ თემაზე საუბრობთ და ეცოდეთ თუ ხელფას იღებთ ის ლუკმა უნდა იყოს მართლა გამარჯვებული. საზოგადოება უხდის ამ გადასახადებს. მე ისინი ხელფას იღებენ. რა თქმა უნდა, მე რომ ნაგვის ფულს ვიხდი, დასუფთავების ფულს ვიხდი, რაში ვიხდი? მე თქვენ ხომ ჩემი ჯიბიდან იღებთ ფულს და დენს გამითიშავთ თუ მე ნაგავი არ გადავიხადე. რა თქმა უნდა. თუ წყალი არ გადავიხადე, დენს გამითიშავთ. მოკლედ მე დავიღალე ამდენი გადასახადით და მაჩვენეთ რომ ვიხდი ესე იგი, მაშინ პრეტენზიაც უნდა მქონდეს. ასე რომ მოგვაქციეთ თითოეულ ჩვენთაგანს ყურადღება. გიორგი, ადამიანის უფლებების ძალიან ვითომ ყოფით და ელემენტარულ პირობებზე ვისაუბრეთ და ეს ჩვენი უფლებები ვინ უნდა დაიცვას? ხო ხედავთ რომ ჩვენ არ გვაქცევენ ყურადღებას საუბრობთ და იცით რაში იყო საქმე ამასინა ჩვენ როცა ადამიანები ჩვენ გვაქვს ასეთი რუბრიკა მინდა რომ ტელემაყურებელმა იცოდეს და შესაბამისმა სამსახურებმა და ნუ გაგვიბრაზდებიან იმიტომ რომ ჟურნალისტიკაში უამრავი რუბრიკა არსებობს არის ასეთი ერთ-ერთი რუბრიკა ჩემი შემოტანილია სხვათა შორის მინდა მაესტრომაც იცოდეს როცა მან ერთი წუთი გაუშვა ის ჩემი პრესპრემიერის ჟურნალში იყო და ერქვა მათქმევინეთ და როდესაც ჩემი ჟურნალი აღარ არსებობდა მე აღმოჩნდა რომ ერთი წუთი იყო ეს ყველას შეუძლია მოიფიქროს რუბრიკა და სხვადასხვა სახელი დაარქვას ისე რომ ადამიანს მისცა მაესტრომ საშუალება რომ ეთქვა რაღაცა თქმელი და ამიტომ მე დავიბრუნე ისევ ჩემი რუბრიკა პრესპრემიერიდან და მაქვს რუბრიკა მათქმევინეთ სადაც ადამიანებს ყოველგვარი მონტაჟის გარეშე აბსოლუტურად ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვაძლევთ საშუალებას 5 წუთის განმავლობაში თქვას ის რაც აქვს სათქმელი რაც აქვს ამოსათქმელი, სადაც ირღვევა მისი უფლებები, რისი გაკეთებაც მას სურს, ვინც მას რაღაცა თქვა ტკივილი მიაყენა, ან შეიძლება სამადლობელი რამ თქვას, რომ მას ასეთი რაღაც გაუკეთეს და ასე შემდეგ. მოკლედ, არის ასეთი რუბრიკა პეკატივიჯიზე, მათქმევინეთ და ჩვენ როდესაც ვათქმევინეთ მოსახლეობას, აღმოჩნდა რომ ჩვენთან მოვიდნენ წარმომადგენლები და მითხრეს იცით რა, თქვენ რუსთავში რომ ჩამოხვედით, აი ეს რუბრიკა რომ გაგაქვთ, ნუ მოკლედ ძალიან კატეგორიულად გამიბრაზდნენ რომ
ოფიციოზი იყო თუ ის ოფიციოზიდან მომიტანეს ამბები და ანუ თვითონაც ოფიციოზი და მომიტანეს ოფიციოზიდან ამბები. მე არ ვასახელებ შეგნებულად ახლა. ზეწოლაც ხوار ხონდა. კი, რა თქმა უნდა იყო. მაგრამ მედიის თავისუფლებაზეა ზუსტად. ხო და მე არაფერი არ ვუთხარი, მარტო ეს ვუთხარი, რომ ეს არის მათქმევინეთ. ანუ მე თავის მართლება არ დამიწყია. ვინც უყურებს ჩვენს ტელევიზიას, მან შეუძლია ნახოს თუ კარგს გააკეთებთ თქვენ დალოცვილებო, კარგს ვიტყვით. ამიტომ რომ მარტო ცუდის ლაპარაკი მეც არ მინდა რა. მარტო ნეგატიური არ მინდა, მაგრამ ჟურნალისტიკა, ნამდვილი ჟურნალისტიკა არის ის პროფესია, ის საქმიანობა, როდესაც მე ხელისუფლებას უნდა დავანახო პრობლემები. რა თქმა უნდა, იმიტომ არსებობს. რა თქმა უნდა და საზოგადოებას უნდა ვუთხრა ხელისუფლების დანაბარები, ანუ ხელისუფლებას რომ ვეტყვი ამ პრობლემებს, ხელისუფლება ვალდებულია მიხედოს საზოგადოებას, ანუ აღმოფხვრას ის პრობლემები, ან დასახოს გზები ამ პრობლემებიდან აღმოსაფხრელად. და ასე რომ მათქმევინეთში, როდესაც ხალხი საუბრობს, მე ნუ გამიბრაზდებით. თქვენ ხალხს მიხედეთ, იმიტომ რომ ის ხალხი იმას ლაპარაკობს, რაც უჭირს. დააბრალეს ერთ ადამიანს მათქმევინეთში ესო გიჟიაო, თელმაიმანიც იცო, მე არ ვიცი ვინ გიჟია და ვინ სულელია, მაგრამ ყველა გავგიჟდებით თუ კი არ მოგხედავთ. ასე რომ თუ კი ასე ფუჭი ოცნებები გვექნება და ასეთი ტყუილი დაპირებები და ანუ თვალებში შემოყრილი ნაცარი, ჩვენ შეიძლება ყველანი ფსიქიურად შევიღეთ, იმიტომ რომ საკმაოდ აგრესიული ფონია და ადამიანები ძალიან ცუდ დღეში არიან. ასე რომ მათქმევინეთ რუბრიკაში შეგიძლიათ კარგიც თქვაც და პრობლემებზეც ილაპარაკოთ და ვინ იცავს ჩვენს პრობლემებს. ხაბმოკეთი ხრაჩივა ფსიქიკურთან დაკავშირებით თქვენ გამოსანე და საზოგადოებას ძალიან უნდოდეს ხელისუფლებას და ნებისმიერ იმას საზოგადოებას ფსიქიკურად ვერ დაშლის, ვერ აშლის ფსიქიკურად, იმიტომ საზოგადოებას ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და ეს იმუნიტეტი აქვს. მithumedes საქართველოში უკვე გააუქმეს ფსიქიატრიული სამართლო მოგეხსენებათ და აღარ არის საჭირო. ყველანი ერთად დავდივართ გიჟებით და ჭკვიანებით. არ არის საჭირო. და სხვადასხვა თუ კი არის ასეთი ფსიქიკაში თქვა დაავადებული ადამიანი, მაგათ ისე სახელმწიფო უნდა მიხედოს და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა რომ ამ ადამიანების თქვათ ჯანმრთელობა დაიცვანენ, რომ ის საქართველოს მოქალაქეებია. ეხლა ეს ერთი ხარ, რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით გამგებლობა. ანუ თუ გავგიჟდით დავიცავთ. არა, ისე ხო, ეს არა, იმერი არ ყოლეთ. ეს ერთი ხარ, რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის მერიამ თქვათ, უნდა დაესუთებინათ, მე არ დაასუფთავდა, როგორც თქვენ ბრძანებთ. სერო დასაკეთებს ქალაქის მერიამ მართლა თავდაპირველად გავიგებთ, რომ აქამდე ვიცოდი დასაკეთებდა და ეხლა განცხადებას უნდა დადოს ადამიანი და იმას პასუხს ვერ მოუვა ბევრ შემთხვევაში, ის უკვე აღარ გავიგებთ ჩვენ ქალაქის მერია თუ რა ხდება. მაგრამ მოდი თქვათ ასეთი რაღაცა. გამგეობებმაც უნდა გარკვეული ნაბიჯები გადადგან მოქალაქეების უფლებების დაცვასთან. და ეხლა არის ესეთი ჩიცო პარახელაშვილი, რომელიც წანისის რაიონში ცხოვრობს. არის უსინათლო ოჯახიდან, არის ინვალიდი, ყავს შვილი 140 კილოს სამწუხაროდ და ძალიან ისე მძიმე სიტუაციაში და საერთო საკუთარი სახლის კორპუსის მინადას ბალკონი აქვს ფაქტობრივად ჩამოშლილი. ანუ სხვა არაფერი არ აქვს, უნდა გავიდნენ და სარიცხით დაფინონ. მიმართავს გამგეობას, რომ ეს არა მაქვს ამის საშუალება, სოციალ დაუცველი ფენის წარმომადგენელი. შემიკეთეთ, იმაში რომ აკეთებ, რა ქვია, მილიონებს რომ იხდით, იმ რა ქვია, რაღაც ნავის ხეების გაკეთებაში, საახალწლო და რაღაც ბუშტები ჩამოგაქვთ, ეს გამიკეთეთ, ხო? და ამასთან კალანიზაცია რა ქვია, სხვა ყველაფერს თავიდან წყალი დალიოს ადამიანმა და გარეცხოს რაღაცა. და იმაში ჩაუშვას, რა ქვია, ამ კალანიზაციაში ესეც არა, ამ წამების ტოლფასი მდგომარეობაში ცხოვრობს ეს ადამიანი. ჩვენ მიმართეთ ახლა ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სამსახური მოგეხსენებათ, შემოვიდა განცხადება, ჩვენ მიმართეთ ახლა ქალაქის მერიას, მიმართეთ იმას რა ქვია, გამგეობას და ვერ ვუდებით პასუხს, რა რეაგირებას გააკეთებენ. ძალიან საინტერესოა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სხვათა შორის ერთ-ერთ საკრებულოს წევრსაც მიმართეთ, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში, თუმცა როგორც ჩანს, მისი ძალები არ იყო. იცით რა ხდება, ჩვენ დავინახეთ ერთი რაღაცა, ხელისუფლებას, გინდა ქალაქის ხელისუფლება იყოს და გინდა თქვათ, ცენტრალურ
ხელისუფლება ნაკლებად აინტერესებს საზოგადოება, ნაკლებად აინტერესებს მოქალაქეები, მარტო გაცხადებებით იფარგლებიან, იმანის გააფუჭა მე ესეთი ვარ, გასაგებია, მეგობრებო, კარგები ხართ და იმიტომ მაგის შეეთ, მეგონე რომ კარგები იყავით უბრალოდ. არა, მოდი თქვათ რომ მივიდა კარგული ნაწილი და მისცა ხმა. ის ბიზნეს მისცა, ბატონ ბიზნეს მისცა ხმა თუ იმათ მისცა ეს ფაქტია რომ ადამიანებმა თქვეს რომ ის იყო ცუდი და მართლა ძალიან ცუდი იყო ნაცნობ მოძრაობა. ბუნებრივია. ეს ამაზე არ დავობთ და არც იმაზე არ დავობთ რომ ღმერთმა დაიფაროს და ისინი მოვიდნენ და ვერასოდეს ვერ უნენ საქართველოს ხელისუფლებაში ნაცნობ მოძრაობა და იმათ ხო დაგვიფაროს და ეს მართლაც ასე იქნება იმიტომ ამას ქართული ხალხი არ დაუშვებს, ღირსეული ქართული ხალხი და ქართულ ხალხს აქვს დიდი ღირსება მოდი ვთქვათ და ეხლა ის რომ მაგალითად ის არ ვარგოდეს და იმის ფონზე შენ მოხვიდე ხელისუფლებაში და არაფერი არ აკეთო და თან კიდე ბუად გამოაცხადო ნაცნობ მოძრაობა და როცა გინდა ცუდია და როცა გინდა კოჰაბიტაცია ქონდეს. ახლა ეს ცოტა ამას ცოტა სხვა კითხვის ნიშნებია და ცოტა სხვა სიტუაციაა და ახლა თლაც ესე ვთქვია აქლემის სირაქლემის დროში ნუ იმყოფებით მეგობრებო ჩვენც გვესმით ის რასაც თქვენ გინდათ რომ გაიგოთ. ანუ ჩვენ კარგად გესმის იმისი რომ თქვენთან გაწყობთ ისია, როცა გაწყობთ ასე არ არის. თუ დაცული მოძრაობა არ ვარგა და ფაქტია რომ არ ვარგა, მაშინ რატომ გააკეთეთ კოჰაბიტაცია ამ ხალხთან? რატომ დაიჯინეთ გვერდზე პარლამენტში და იქ გვერდში კრავთ და მე ხან ერთმანეთს განწყავთ ახლა ის თქია ცირკია თუ რა არის ვერ გიგაცო. ცირკია. ხო, თან კიდე ის თქია აი საზოგადოებისადმი ესეთი მიდგომა, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება ვალდებულება რომ მიხედოს საზოგადოებას, მიხედოს თითოეულ მოქალაქეს იზრუნოს თითოეული მოქალაქის ოჯახზე და მის ბიუჯეტზე, თუ მოქალაქე არ იქნება დასაქმებული ქაბანოკეთი, ეხლა მაშინ ჩვენ ხელისუფლებამ წალი მოიპარეო, ესე გამოდის. ადამიანს ჭამა უნდა, იმ შვილი რომ ყავს სახში, იმას წიგნი უნდა რომ წაიკითხოს, აია, თუმცა მოდი ვთქვათ რომ ახალი სასწავლო წიგნები შემოვიდა სკოლებში, ვერ გავიგეთ, სად არის ჩვენი დედაენა, სად არის იაკობ გოგებაშვილი, სად არის ხო ის კლასიკოსები, რომელიც ჩვენ სწავლობდით და ვიზრდებოდით, სამწუხაროდ ფაქტია, ხო? ანუ ძალიან ბევრი პრობლემაა საზოგადოებაში, ძალიან ბევრი პრობლემაა თვითონ ყოფა ცხოვრებაში და ხელისუფლება არსებობს, იმიტომ რომ მარტო ხელფასები აიღო და დანამატები აიღო და მაღალ ფასიან ჯიპებზე დამზადდებოდა და რესტორანში არა. იმიტომ რომ თქვენ თითოეულ მოქალაქეს მოусმენ და ამის ვალდებულება გაქვთ. რა თქმა უნდა, რაც შეეხება დედაენას და იაკობ გოგებაშვილს, მე ჩავატარე გამოკითხვა და სხვათა შორის სტუდენტებში და ცოტა ისეთ მაშინ არ იცოდეს ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი სამწუხაროდ ბავშვებში და მე ეს არ დავდე, იმიტომ რომ გავუფრთხილდი საქართველოს იმიჯს, მაგრამ აი ახლა მიწევს რაღაცნაირად თქმა უმეტესობა დღევანდელმა ჩემ იმ მოზარდების ხმაწვილების თაობამ არ იცის ვინ არის იაკობ გოგებაშვილი და რომ მან დაწერა დედაენა. ანუ ორნაირად დაუსვი კითხვა. ვინ დაწერა დედაენა, ბავშვებმა არ იციან და ხელი დაადეს, ალბათ გაუგიათ სიტყვა სახელი ილია ჭავჭავაძე. მაგრამ როდესაც თქვი რომ იაკობ გოგებაშვილმა რა დაწერა, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი. მოკლედ ძალიან მძიმე სიტუაცია არის, ასე რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს მოსაწესრიგებელი, არა და ლამაზი თაობა მოდის. თაობა, რომელმაც ინგლისური იცის, მაგრამ დაავიწყდათ ქართული, იმიტომ რომ არ მეტყველებენ სწორად ტრიბუნიდან. ბავშვებს რაც ესმით, იმას იმეორებენ. არ მეტყველებენ ქართულად, ბავშვებს რაც ესმით, იმას იმეორებენ. და აიძულებენ რომ ყველა მიცოდეს სათითაოდ ინგლისური. არა, ინგლისური ძალიან კარგია. პირიქით, მისასალმებელია. ინგლისურიც უნდა იცოდეთ, გერმანურიც, ფრანგულიც, მაგრამ ჯერ ქართული უნდა იცოდეთ. ქართული შიგნეული უნდა, ქართული სული უნდა გქონდეთ. ქართულია თავად. საქართველოში უამრავი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ისინი აუცილებლად ჯერ მარტო თავისი მამულიშვილობიდან გამომდინარე, რომ ისინი საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა, ქართული ენა. და მეორეც ვალდებულები არიან, რომ ეს იცოდნენ. ამას კონსტიტუცია ავალდებულებს. დაგველოდეთ მესამე ბლოკში ჩვენ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. PKTV-ის რედაქცია გადავიდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩა 30-ა, ეგრეთ წოდებული ქიმიკოსების კულტურის სახლის შენობაში პირველ სართულზე. დაგვიკავშირდით ცხელი ხაზი 032 2 18 25 19
577 40 83 82 568 98 36 63. ჩვენი ელექტრონული მისამართია info@zaglukapekatv.g. პრესკავკასია mail.ru ქვედატირით. Facebook-ის მისამართი პრესკავკასია.g და პეკატივი. ინტერნეტ მედია ჰოლდინგ პეკატივი-ჯისთან არსებული ტელესტუდია ცისკარა იწვევს მოზარდებს 7-დან 15 წლის ჩათვლით. მოგბრძანდით, ჩვენ შეგასწავლით უამრავ რამეს ჟურნალისტიკასა თუ სამსახიობო ხელოვნებაში. მოგბრძანდით რუსთაველის ქუჩა 30-ია, ქალაქ რუსთავში, ეგრეთ წოდებული ქიმიკოსების კულტურის სახლში, პირველ სართულზე. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ბატონო გიორგი სანამ სტუმარი შემოგვიერთდება, მე მინდა მაყურებელს ერთ სასიამოვნო სიახლეზე ვუთხრა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ გიორგისთვის სიურპრიზია და მასაც ძალიან გაუხარდება, იმიტომ რომ პეკატივიჯი მისთვის ეს ვფიქრობ მშობლიური ადგილია უკვე, იმიტომ რომ სამშაბათ ჩვენ ერთად ვართ და თან მეგობრები ვართ, მე და გიორგი და მეგობრის სიხარული გაუხარდება და თავისი პეკატივიჯის წარმატებები. მინდა გითხრათ, რომ პეკატივიჯიმ სიახლე შემოიტანა და ეს ვთქვათ უპრეცედენტო მომენტი არის, პრეცედენტი არის პეკატივიჯიში, ეს ჩვენი პროექტი არის, რომ აზერბაიჯანულ ენაზე იქნება ყოველ კვირა საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა და ასევე აზერბაიჯანულ ენაზე გავა პანდორას ყუთი, ჩვენი ერთ-ერთი გადაცემა ყოველ მასში არა, მაგრამ მე მიმოხილვით იქნება და ასევე გიორგი რომ იცოდე უფლება დამცველი საათი და რატომ აზერბაიჯანულ ენაზე? იმიტომ აზერბაიჯანულ ენაზე, რომ ჩვენ საქართველოში რიცხობრივად ძალიან ბევრი არიან აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანები, ეს მოსახლეობა მე მით უმეტეს ქვემო ქართლში საკმაოდ მრავლად არიან და მათ ვაწვდით მათ მშობლიურ ენაზე აი ამ საინფორმაციო გამოშვებას თუ რა ხდება საქართველოში ან თქვათ მსოფლიო მასშტაბით და ასევე პირიქით მივიღებთ ინფორმაციას თქვათ აზერბაიჯანელი მოსახლეობის ამბებზე, არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ასევე რადგან ჩვენი პეკატივიჯი არის აბრევიატურა პრესკავკასია-ჯისი, ჩვენ მოვიცავთ კავკასიის მასშტაბით, ჩვენი წესდებით 100 არის და კავკასიის მასშტაბით ძალიან ბევრი მეტყველებს ამ ენაზე, ასე რომ ჩვენ გავალთ ნელ-ნელა კავკასიის მასშტაბითაც და ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს საბავშვო ტელეკომპანია, ტელესტუდია ცისკარა პეკატივიჯისთან არსებული და იქაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავნერგავთ, ანუ აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან, ბავშვებთან გვექნება ურთიერთობა, მათ მშობლიურ ენაზეც გავაგებინებთ საინფორმაციო გამოშვებას, წაიყვანენ ჩვენ პატარებთან ერთად და ასევე ისწავლიან ქართულ ენას, იმიტომ რომ ჩვენთან სხვადასხვა პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას და ქართულ ენაზეც იმეტყველებენ. ჩვენ საქართველო ვართ და ის აზერბაიჯანული მოსახლეობა საქართველოს მიწაზე ცხოვრობენ და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ისინი საქართველოს მამული შვილები არიან, ასე რომ მე ვფიქრობ ძალიან კარგი პროექტი არის და ალბათ საპილოტე გადაცემები გავა, გუშინ პანდორას ყუთში მონაწილეობდა ბატონი ავთანდილი და ის აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა მოსახლეობას და ვფიქრობ, რომ ეს საპილოტე გადაცემები დაიდება და შემდეგ ალბათ რა ვიცი საინტერესო წინადადებებიც გაჩნდება სხვადასხვა მხრიდან. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და ამის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ პეკატივიჯიზე მეს შეგიძლიათ იხილოთ ჩემი სტატია ქვია ამას თუ განცხადება, რომელიც ეხებოდა კიბერდანაშაულს, რაც მოხდა ჩვენ საიტზე, ძირითადი სერვერიდან, რომ წაიშალა უამრავი გადაცემა ჩვენი
ისინი და თუ ვინ წაშალა და როგორ წაშალა ამას შესაბამისი ორგანოები როგორც ჩანს დაუყოვნებელი მე ასე ჩვენ ასე მოვითხობთ ყოველ შემთხვევაში რომ შეისწავლონ ეს დანაშაული და ის დამნაშავე პირი რომელმაც დაადგინონ რა თქმა უნდა და როდესაც მე ეს სტატია თუ განცხადება დავდე ჩვენ საიტზე გიორგი გუშინ თავად გახდით მომსწრე იმისა რომ რამდენიმე გადაცემა ძირითად სერვერზე ხელახლა დაიდო ის ძველი გადაცემა მე მადლობელი ვარ მისი ვინც ეს გააკეთა რომ დააბრუნა გადაცემები მაგრამ იქვე მაინტერესებდა იქვე დავინტერესდი ვინ არის ეს ადამიანი რომელმაც წაიკითხა თუ არა რატომღაც იგრძნო რომ უნდა დაედო მე მაინტერესებს მე კიდევ ვთხოვ მას რომ რაც შეუძლია კიდევ დააბრუნოს ის ჩვენი გადაცემები ვინც არის არ ვიცი მე ვინ არის და ასევე ვთხოვ ყველას ჩვენს რესპონდენტს ან ჩვენს ერთგულ მაყურებელს თუ კი იმ ჩვენ სტატიაში მოცემული ლინკებიდან რომელიმე გადაცემა აქვს შენახული გადანახული ვთხოვთ გადმოგიგზავნონ ის გადაცემები რომ ჩვენი არქივი ხელახლა შევავსოთ იმიტომ რომ გარდა იმ 10-ოდე გადაცემისა რომელიც გუშინ აიტვირთა ხელახლა მაგის გარდა ვფიქრობ 70 თუ 80 გადაცემა არის კიდევ დაკარგული და ეს 4 თვის მანძილზე ჩვენ საკმაოდ ბევრი გადაცემა დავდეთ გთხოვთ დაგვიბრუნოთ ან გთხოვთ მოგვაწოდოთ გადაცემები ახლა კი ჩვენს ეთერში მოგზანდება სტუმარი რომელიც სხვა სტუდიიდან ჩაგვერთვება და იგი გახლავთ ნოდარ მაკრახიძე მე მინდა გამოვეხმაურო რა თქმა უნდა თქვენს ამ ახალი ინიციატივას და მართლაც არის მნიშვნელოვანი მე მინდა მოგილოცოთ და მოგილოცოთ თავსაც დაიმთავრეს ჩვენი რა ქვია რედაქციის ნაწილი ეს რედაქცია მინდა გითხრათ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ აი ესეთ ნაბიჯს გავაკეთებთ თქვა აზერბაიჯანულ თქვა სომხურ და ასე შემდეგ იმიტომ რომ მათ უნდა დაინახონ რომ ჩვენ უნდა მოусმინონ რას ფიქრობთ რას ვაუბრობთ რომ სხვა ძალებმა უცხო ძალებმა თუნდაც თქვა საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებმა არ შეძლონ და არ ჩაუდონ სხვადასხვა ინფორმაციები ძალიან ცუდად მათ თავში რომ სხვადასხვა ამის არაერთი თქვათ ცდელობა იყო თუნდაც ესე ვთქვათ მანიში თქვენ მოგეხსენება ჩვენ ხოდა ამასთან დაკავშირებით გადაცემები რაც თქვათ ძალიან ცუდი ესე ვთქვათ ფაქტი იყო და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რა თქმა უნდა და მე ასევე მოვუწოდებ აზერბაიჯანის თქვათ საზოგადოებას ტელევიზიას რომ ქართული გადაცემებიც გააკეთონ იქ აზერბაიჯანში იმიტომ იქ არის კახში ეს არის კახში ჰერეთში მოგეხსენებათ არის ქართველები ჩვენი სიცხე ჩვენი ხორცი რომელიც იქ ცხოვრობენ და ცხოვრობენ ისტორიული ბედუყმაყუთობის გამო მოგეხსენებათ თქვენ რომ რუსეთმა რომელმაც სამწუხაროდ რუსეთმა აი ესე გააჩუქა ჩვენი მიწები ყველა კუთხიდან საქართველოს და აქ უცხოს ამით უმეტეს ამისა ჩვენი ქართველობა იქ ცხოვრობენ და ამიტომ მათი ვალდებულებაცაა რომ მათი უფლებები დაიცვათ ჩვენი ვალდებულება დაიცვათ თქვა ჩვენი აზერბაიჯანის მეგობრები და ძმების უფლებები და აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი რა თქმა მისასალმებელია და ეს მადლობის მეტი არ ვიმეთქვის ასე მოვუწოდებ ჩვენს თქვა აზერბაიჯანის მეგობრებს ხელისუფლებას საზოგადოებას რომ ასევე იზრუნონ მათ ქართულ ენოვან თქვა პიროვნებებზე ასე რომ ჩვენ ერთად ვართ და მე მიხარია რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით აი ასე მაგრად ვიქნებით და ვიმეტყველებთ პირველ რიგში ქართულად და რა თქმა უნდა თქვენს მშობლიურ ენაზე და გავუგოთ ერთმანეთს ანუ კომუნიკაციის ენა უნდა არსებობდეს ყოველთვის არსებობს იქ თქვა გაუგებრობა როცა არ არის კომუნიკაცია ეს ყოველთვის და მესამე ძალა ყოველთვის ცდილობს რომ კომუნიკაცია გქონდეს დღეს რატომ არ იციან თით აზერბაიჯანელებმა ქართული ენა და ან თქვა სომხებმა ქართული ლაპარაკობ იმაში რა ქვია სამცხე-ჯავახეთში იმიტომ რომ თვითონ რუსული პოლიტიკა ის იყო ისეთი არ უნდათ რომ მათ ცოდნოდათ ეს ფორმალურად თვითონ მიდიოდა ამაზე თქვა მუშაობა თქვა სკოლებში და რაღაც სერვერში არ იყო
ანუ ამიტომ როგორ შეიძლება ისწავლებოდეს თქვა 10 საათი ქონდეს მასწავლებელს თქვა სხვადასხვა საათებში და 1 საათი ქონდეს მხოლოდ თვეში ქართული, როცა საქართველოში ხარ. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს მიზანმიმართულად მიდიოდა, მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ეს რუსეთი და ჩვენ გავაგზავნებთ ამ პოლიტიკას. პირიქით, მისასალმებელია რომ სხვა ერის წარმომადგენლები, რომელიც საქართველოში ცხოვრობენ, ისიც სრულფასოვანი წარმომადგენლები არიან საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ უნდა იცოდნენ ქართული ენა. ეს პატივისცემაა. მე რომ ვიცხოვრო დღეს აზერბაიჯანში, უნდა ვიცოდე აზერბაიჯანული ენა. თუ ვიცხოვრებ თქვა სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აბა უცხოეთის მაგალითები ავიღოთ. ჩავალ მე ინგლისში, საფრანგეთში, ინგლისში და მე თუ დავიწყებ მუშაობა, თუ ამის მართლმშობლიური ენა, მესაც გეტყვით, ბევრ ქვეყანაში, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, მესაც ჩვენ დემოკრატიულ მამებად მიგვაჩნია, მათ ისტორიასაც კი ვაბარებენ, როდესაც იღებენ მათ მოქალაქეობას და ჩვენთან ეს ყველაფერი არის რაღაცა გაუფასოებული და ლანგარზე რა თქმა უნდა, უცხოელი ისე შემოვიდა იღებს საქართველოს მოქალაქეობას და ბინადრობას, რომ მათ საერთოდ არ იცის და ამ დედაქალაქს საქმე. ამბავ ესეც რა თქმა უნდა ერთი კუთხის და მეორე კუთხის ნუვარდებით და ამაზე საქმე დიახ. ასე რომ ახლა დრო დადგა ჩვენი სტუმრის შემოგზავნების ისედაც გადავაცილეთ დროს და ბატონ ნოდარ მაკრახიძეს ვთხოვთ სტუდიაში, რომელიც მეორე სტუდიიდან ჩაგვერთვება. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, ბატონი ნოდარ მაკრახიძე იყო რამდენიმე გადაცემის წინათ ჩვენი სტუმარი, კი გახლავთ ვეტერანი, მეომარი და დღეს საუბარი გვექნება მის იმ ზარალზე, ასე რომ ვთქვათ, და მისი უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა მის წინააღმდეგ და ამაზე უფრო ვცლად ბატონი გიორგი ისაუბრებს და თავად, რა თქმა უნდა, ნოდარ მაკრახიძე. მოგესალმებით ბატონ ნოდარ. მოგესალმებით, ვიმესალმებით თქვენს მაყურებელს. და როგორ ბრძანდებით პირველ რიგში ეგ მინდა გითხოთ და რამე უკეთესობისკენ თუ არის ცვლილება რაღაც სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იყო ხო საუბარი თქვენ საქმეზე? დიახ, ვადლობთ კარგად ყოფნის რა მოგახსენებთ, პრობლემა ჯერჯერობით ისე პრობლემა ჯება სამწუხაროდ. თქვენი ნებართვით დიახ. აგერ წარმოგიდგენთ, მე წამოვიღებ უბრალოდ სტრასბურგის 2005 წლის 27 სექტემბრის სტრასბურგის გადაწყვეტილება შეფესეიზა და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ. დიახ. ახლა აქვე აღნიშნავ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შედგენილია ჩვენი ქალბატონი წულუკიანის. და სამწუხაროდ საბედნიეროდ დღემდე პრობლემა ამ გადაწყვეტილების სათანადო აღსრულების. სხვათა შორის დღეს კომპეტენციაში არ შედის, რომ ქალბატონმა თვითონ აკონტროლოს პირადად რაღაცას, თვითონ აქვს აღნიშნული თავის დროზე, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ აღსრულებული. და უბრალოდ მოკლედ მოგახსენებთ ამის შესახებ, ძალიან დიდი საქმეა და აღნიშნულ საქმეზე ჯარიმა დააჯარიმეს სახელმწიფო. ჯარიმის ნაწილში აღასრულეს 2006 წელს გადაიხადეს ეს ჯარიმა და თანხა, რომელსაც მე დავებოდნენ, ის თანხა რადგან ვერ გადაიხადეს, უნდა მოეხსნათ ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ ეს თანხა უნდა მოხსნილიყო და აღნიშნული თანხა დღემდე არ მოუხსნიათ. ეს უკანონოდ დამიტოვეს უსამართლოდ 2000 და მიზეზს რაც გეუბნებია, რატომ არ საგადასახოდეზეა ლაპარაკი ხო? დიახ, შემოსავლების სამსახურმა და ერთ ციტატას მოვუყვან მაშინდელი, როდესაც მე ეს გადაწყვეტილება 2006 წელს წარვადგინე საგადასახადოში და მოვითხოვე ამ თანხის ამ ჯარიმის აღება. იქ ესეთი სიტყვიერად ვითხრეს, ნახე შენ რა დაგემართება. ანუ დაგემუქნე. ხო არ ვიცი, რა ვიცი, უბრალოდ ალბათ იმიტომ რომ ეს სტრასბურგში მოუგე სასამართლო. ეს წინა ხელისუფლება იყო და წინა ხელისუფლება 2006 წელს და სიტყვა მოიტანა და აღნიშნული საქმე დაწყებული 1998 წელს, როდესაც ბიუჯეტი გაეღვა საქართველოში პირველად 98-ში, მაშინ მე შესრულებული მქონდა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სადაც ფინანსთა სამინისტრო იყო გადამხდელი, განათლების სამინისტროსთან მქონდა დადებული ხელშეკრულება, ფინანსთა სამინისტროს უნდა გადაეხადა. შესრულებული სამუშაოს თანხა არ გადამიხადეს, იმიტომ რომ მითხრეს ბიუჯეტი გაეღვა, მაგრამ მე ნაწილი იმ თანხიდან შესრულებულიდან გადასახდელი რაც ჰქონდა შემოსავლების სამსახურში, იმაზე დამიდეს დიდი ჯარიმები 100,000 ასწნენ და ასე შემდეგ.
ნუ გავასაჩივრებ ეს ყველაფერი და აქვე თბილისში 2001 წელს მოუვიდნენ სასამართლო და ეს გადაწყვეტილება არ აღასრულეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ აღასრულეს. ბიუჯეტში თანხები არ აქვს. იძულებული გავხდი, მაიძულეს. ისინი მოითხოვდნენ ჩემგან იმ დარიცხული თანხის გადახდას, მაგრამ თვითონ არ მეხდინენ. იძულებული გავხდი. გამეგზავნა სტრასბურგში და 4 წელი დამჭირდა სტრასბურგში ამ საქმის წარმოება. 2005 წლის 27 სექტემბერს მიიღეს გადაწყვეტილება და სახელმწიფო დააკისრეს ჯარიმა გადასახდელო და იქვე აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანხა, რომელიც თქვენ უნდა გადაგეხადათ ამ ორგანიზაციისთვის და ვერ გადაუხადეთ და არც პირდებით რომ გადაუხდით, აი ამის გამო ზარალი განიცადა ამ ორგანიზაციამ და დააკისრეს ჯარიმა. და რა ერქვა თქვენ ორგანიზაციას შეპეს იზა სამშენებლო სარემონტო კომპანია იყო ცნობისთვის იზა ჩემი შვილის სახელია და მის სახელი დავარქვი ორგანიზაციას. და რა გაქვთ აშენებული? სარემონტო სამუშაოებს ვასრულებდი განათლების სამინისტროს მე-18 სკოლა ლიცეუმი გავარემონტე იმ პერიოდში. ისაა საინტერესო, მე ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება მოატყუათ სტრასბურგი და უთხრობთ, რომ ჩვენ აღვსრულებთ ეს. კი, მაგაზეც მოგახსენებთ ბატონია. 2011 წელს საზოგადოებას კი აღარ ყვებეს. ხალხს სტრასბურგსაც ატყუებენ. დიახ, ასეთი რამე, ნუ იმის შემდეგ მე ისინი საგადასახადო გამიზდიდა ჯარიმებს, გავასაჩივრებდი, შემიმცირებდა. არ მიხსინდა 4347 ლარზე იყო საუბარი, არაფრით არ მიხსინდა. იურისტობა ასწავლეს სამაგიეროდ კაცს. ხო და ასე მოვიდა 2011 წლამდე. 2011 წელს თურმე იყო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, რომელიც გვიან გახდა ჩემთვის ცნობილი და ამ რეზოლუციის საფუძველზე დაიხურა ეს საქმე და შემდეგ, როდესაც მე 2014 წელს გასულ წელს ჩამივარ და ხელში ეს რეზოლუცია. აღნიშნული ამ რეზოლუციაში, რომ მინისტრთა კომიტეტი ავალებს ჯარიმის ფულადის თანხის გადახდასთან ერთად შემდეგ მინისტრთა კომიტეტი ავალებს სახელმწიფოს, რომ გაატაროს ინდივიდუალური სახის ღონისძიება ხარვეზის აღმოფხვრა პროფილაქტიკის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული იქნება არასათანადო აღსრულება. პირდაპირ ამ რეზოლუციაში მითითებულია. ანუ მათ იცოდნენ, რომ არ იყო ხო, აღსრულებული არ იყო ბოლომდე, იმიტომ რომ მე დავებოდნენ იმ თანხას, რომელიც წარმოშობილი იყო 2005 წლის სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე. ხო და ნუ მათ უთხრეს, რომ ყველაფერი გატარებულია ღონისძიებები, ეს პროფილაქტიკა ჩატარდა, ასე და დახურეს საქმე რა, ნუ ახლა არ ვიცი ახლა. უთხრობა ისინიც ადამიანები არიან, მინისტრთა კომიტეტი და სიტყვაზენენ თუ რა იყო, რაც წარუდგინეს და რა წარმოიდგენენ უბრალოდ, რომ ახლა სახელმწიფო მოატყუოს მინისტრთა კომიტეტს, ანუ რა სიტუაცია გამოხდეს, ყველა სახელმწიფო დაიციდული წარმოადგენელი იქ. ისინი იციან თავიანთ სახელმწიფოში, მესაც გეტყვით, თავიანთ სახელმწიფოში მოქალაქე, რომ რაღაცას პრობლემას წააწყდება, თელი სახელმწიფო მანქანებია ჩართული. ჩვენთან ესე კი არა, ამ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა საინფორმაციო წავიკითხე, რომ ამერიკის ერთ-ერთ შტატში ვიღაცა პოლიციელმა მასწავლე, სკოლის ერთ-ერთ თქვათ, მოსწავლე გამოათრია კლასიდან. ნუ გამოათრია, არ უჯერებდა. და თელი ეს პოლიციელი გადააკეთეს, თელი ისოქია ჩაერთო სახელმწიფო მანქანა და დაიწყო მასი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ დავინახეთ, ხედავთ, რომ ხანდახან პოლიციელმა შეიძლება ქუჩაში ისე გაგარტყას სამწუხაროდ და ამაზე შეიძლება მადლობას უთხრა. ოღონდ ეს ტენდენციები ჰქონდა ადგილი საქართველოს, ამაზე პასუხი არავის არ მოუთხოვია. ახლა ჩვენ წინა იმაზე ბლოგში გამიხილეთ, აი ეს გიორგი ვანიშვილის საქმე და ხო, ნუ შეგვიძლია შემოახია, ვითომ გაახია ისოქია შემლეში ხა მტკიცებულება არცერთ არ აქვს და აკეთებენ ბრალს, ხო? აი, როცა ესეთი ფაქტები ხო, როცა ამ ფაქტებს ხედავთ, ძალიან დიდი შედარება, ამიტომ მინისტრთა კაბინეტის ის ადამიანი, რომელმაც იცის თავის სახელმწიფოში რა ხდება. ახლა ვიღაცა რომ აქედან თქვათ ესეთი რაღაც ორგანო იყო და ჩვენი წარმომადგენელი იყო იქ და იქ იყო ადამიანი თქვათ ისეთი საკითხის განხილვა, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ამ და წარმოუდგენია, რომ ქართველი ამას საქართველოში ეს ხდებოდეს. რა თქმა უნდა, იმას ის უყურებს თავის გადასახადიდან. ამიტომ დაუჯერეს. მინისტრთა კომიტეტმა ამიტომ შეწყვიტეს, რომ საქართველოს ხელისუფლება როგორც უთხრა, როგორც ბატონი ნოდარი მეუბნება, რომ ამათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კი ყველაფერი აღსრულებულია, ყველაფერი წესრიგში, ანუ შესრულებულია ვალდებულება და სევენში ვალდებულება დარჩენია ღიად. და უბრალოდ ეს გეტყვით. დღეს სახლი არა, კარი არა აქვს.
ჰაერშია დარჩენილი და ჩვენ როგორც ფედერათა ომბუდსმენმა ახლა ცოტა გადავიდე როდესაც მომართავ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ჩაგვერთვა ამ საქმიანობაში და გარკვეული დადებითი გადაწყვეტილებები მივიღო და საბოლოო ჯამში მიგვიმართა ეკონომიკის სამინისტროსათვის. მოდი ვთქვათ რომ ეკონომიკის სამინისტრო გარკვეული დააგიჯები გამოდგა რა თქმა უნდა ჩვენთან მიმართა თავდაცვის სამინისტრო პირველი შუამდგომლობა გააკეთა პირიქით მიმართა ეკონომიკას ეხლა საუბარია რომ ის ფართი რაზეც ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით ის ფართი არის უბრალოდ დევნილების ანუ ფაქტობრივად ვერ გამოეცემოდა ამ ადამიანს ვინც ახლა მდგომარეობაში რომ ეხლა იგივე წერილია გასაკეთებელი შუამდგომლობა გასაკეთებელი ეკონომიკის სამინისტროზე ოღონდ მისამართია შესაძლებელი ანუ ახალს არაფერს არ ვითხოვთ და დღეს ჩვენი ცნობილი გახდა მე ჩვენ მოგმართა კიდევ ერთხელ ბატონოდარი ჩვენ მიმართეთ თავდაცვის მინისტრს ხამაგონჩინას და უთხარით მიწერეთ რომ აქ არაფერი არ არის ისე იგივე არის ანუ თუ ჩვენ თვლით რომ პირველი გადაწყვეტილება რომელიც შეეხებოდა თქვა შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ იყო კანონიერი მაშინ იგივე ტექსტი მინდა რამეს ახაც ველოსიპედს კი არ გთხოვ გამოიგონო იგივე ისე ქვია წერილი მინდა და თუ ეხლა უარსმეორები გამოდით რომ პირველი გადაწყვეტილება ყოფილა არასწორი ანუ თვითონ ისე ქვია გაუგებრობა გაიხვიენ ლაბირინთებში და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეხლა იურიდიულ სამსახურს აწერია ჩვენი მიმართვა და ასე შემდეგ და მე მჯერავს რომ იურიდიულ სამსახურში არის გამოცდილი იურისტები პროფესიონალი იურისტები ოღონდ ამის მჯერავს და იმიტომ პესიურისტი ვარ და ჩემ კოლეგის მიმართ რანენი დირწმენა და თქმა უნდა ვინც უნდა იყოს და ამიტომ ამ საკითხს ალბათ ერთი ფარატინა ფუცურზეა დამოკიდებული ადამიანი ქუჩაში იქნება თუ იქნება თქვათ ახლობელთან ოჯახში და გადაწყვეტება ეს საკითხი აი აქედან გამომდინარე შეუწყდეს საქმე უკაცრავად ცოტა გამომდინარე ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვჭა ბატონო ნოდარ და თუ რაიმეს დამატება გსურთ რომ მე ბატონმა გიორგიმ როგორც უფლებადამცველმა ამაზე გააკეთოს კომენტარი და ჩვენ მაყურებელს დავემშვიდობებით და თქვენს დაგემშვიდობებით ვეცდები ჩავეტიო ესე იგი ჩემი უსახკაროა როგორც ბატონმა გიავაღნიშნა გამოიწვია ძირითადად იმ ფაქტმა რომ ჩემი საცხოვრებელი სახლი იყო ამ შპსი-ს საწესდებო კაპიტალი და თქვენ წარმოიდგინეთ ეს საწესდებო კაპიტალი 2011 წელს ჩემი საცხოვრებელი სახლი გაიყიდა ჩემ პირად ვალში რომელიც სხვა ვალი მქონდა ანუ სხვის იქონება ორგანიზაციის ქონება გაყიდეს სხვის ვალში ესეც დანაშ ამაზეც ქონდა პროკურატურაზე მიმართული მაგრამ რატოღაც ჩათვალეს რომ სისხლსამართლის ნიშნები არ იკვეთება და არც საქმე აღწევს არაფერი და კიდევ ერთი სულ ვიტყვი აი მიმართავ იუსტიციის მინისტრს მიმართავ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას მიმართავ ფინანსთა მინისტრს მიმართავ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეს გადახედო 3 წელი ამ საქმე 2012 წელს მე უკვე ეს საქმე ახლიდან წამოვიწყე ისე არასათანადო აღსრულება სტრასბურგის გადაწყვეტილებით ძალიან ვთქვათ აი 3 წელი ძალიან ბევრია რომ ესეთი ძალიან მარტივია ეს საქმე ძალიან პირდაპირ ფაქტები დევს რომ აქ არის სერიოზული აი დანაშაულის ჩადენილი იმიტომ რომ თანხა რომელიც არ უნდა მერიცხებოდეს დღესაც მარიცხია და ორგანიზაცია ვერ ფუნქციონირებს ანუ მე ვარ ისე სხვის ხელში შევყურე და სხვა უნდა შევინახოს როცა მე შევიძლია მე სხვა შევინახო და თუ მე გამანთავისუფლებენ და თუ მე ჩემს საქმეს დავადგები და გავაკეთებ რაც მე ვიცი თუ მომცემენ იმის საშუალებას რომ გავაკეთო ის რაც მე ვიცი ეს ხებსაც მივხედავ და ბიუჯეტშიც რაღაცა გარკვეულ თანხებს შევეცდები. გაიხარეთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბატონო ნოდარ, მე გისურვებ წარმატებებს, ბატონო გიორგი გისურვებ წარმატებებს ამ საქმეში და ჩვენ დარწმუნებული ვარ რომ ამ ეთერში კიდევ ერთხელ შევხვდებით იმის გამო რომ თქვენ გითხრათ თუ რა შედეგი გამოიღო თქვათ აი ამ თქვენმა ბრძოლამ და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ აუცილებლად დადებით და კარგ ამბავს გვეტყვით ჩვენ კარგი ინფორმაციას მოგვიტანთ თქვენ თავთან დაკავშირებით ბატონო ნოდარ პატარა რეზიუმე გავაკეთოთ გიორგი რომ დავემშვიდობოთ მაყურებელს იმიტომ რომ მითხრეს დამთავრდა გადაცემაო და მე მგონი რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა მინდა გითხრა რომ ასე როგორც მე ესე თქვენ მიესალმებით იმას რომ თუ საკითხი გადაწყდება დადებითად ანუ ჩვენ ავსაუბრობთ იმას რომ რაიმე ცუდი ვეძებოთ და რამე ხიდი რაღაც კრიტიკული ვეძებოთ პირიქით ჩვენ საუბრობთ იმიტომ რომ ეს მეტი მათთვის იყო თვალნათელი სად არის დარღვევი სად არის პრობლემა ეს პრობლემა მიხედონ ახლა მართალია ბატონო
ბატონო ნოდარინო 3 წელიწადი საკმაოდ დიდი დროა. რა თქმა უნდა. საკმაოდ დიდი დროა. ახლა 3 წელი მაგათთვის ადვილია, მაგრამ 3 წელი ახლა მოქალაქისათვის, რომელიც ქუჩაშია დარჩენილი და რომელიც მართლაც სრულიად დაუსაბუთებლად, სრულიად შეუსაბამოდ საგადასახადო ინსპექცია აწევს ამ ქვია ჯარიმებს ისმის კითხვა კი გასაგებია საგადასახადო ინსპექციას თავისი გეგმა გეგმაში შეასრულებდა ადამიანმა რა ქნას გას და საერთოდ ჯამში რამდენი შეადგინა ბატონი ნოდარის ვალმა საგადასახადოსთან და თვითონ მე როგორც ვიცი სახელმწიფოს რამდენი პროფესიული თანხებზია და ეგრე ბატონი ნოდარი დააზუსტოს ეს ამ საკითხს დღესდღეობით თავისი შემცირებით და ყველაფრით იყო 13,000 ლარი და სხვათა შორის ახლა გამოსცეს რაღაც ბრძანება რომლის მითაც ჩათვალეს ხანდაზმულად ეს ვალები და მომიხსნეს დამიტოვეს მარტო ქონების გადასახადში მაგრამ ეს არ ემსახურება სტრასბურგის გადაწყვეტილების სრულყოფას დიახ ამ ჩემთვის მიუღებელია ესეთი ვალის მოხსნა და ესე აქ საუბარი არის იმაზე ქაბანუქეთი რომ ჩვენ კანონის აღდგენაზეა კანონზომიერი გადაწყვეტილების მიღებაზე როცა სახელმწიფო და ხელისუფლება იძახის ის რომ არის თანმიმდევრული თქვა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით თანმიმდევრული თქვა თუნდაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმეები რომელიც თქვა აი ანალოგიური საქმეებია ხო სახელმწიფოა ვალდებულება სახელმწიფოს რომ მან აღასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილებას მან აღასრულოს თქვა შესაბამისი სამართლიანი გადაწყვეტილება და იმედია რომ ეს გადაწყვეტილებაც მალე გადაწყვეტება ახლა კი მართლა ვემშვიდობებით ბატონ ნოდარს და ვემშვიდობებით მაყურებელს ჩვენი დრო ამოიწურა ჩვენ გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე ნახვამდის